მოგესალმებით დილამშვიდობისა, დღეს 9 მაისია, ზუსტად 9:09 და დილის ტალღა თქვენთვის იწყებს მუშაობას. დღევანდელი გადაცემის წამყვანები ტრადიციულად ამ კვირის წამყვანები მე და დემეტრე ვიქნებით. წინ საინტერესო გადაცემა გელოდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა, ანა მივესალმებით დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად კარგად გამოიყურები და დღეს მოკლედ ძალიან კარგი ამინდი გვაქვს დილიდან ბათუმში. საოცარი ამინდი გვაქვს დილადრიდან. და ვფიქრობ, მგონი ესეც ტემპერატურა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ამას რამდენიმე წამში გადავამოწმებთ. ეხლა კი ვნახოთ 2 საათის განმავლობაში რას ნახავს ჩვენი მაყურებელი ჩვენს გადაცემაში და მალე დავუბრუნდებით. ვნახოთ ანონს. სადმიდიან წინდები, როცა სარეცხი მანქანის კარი იღება. 9 მაისს დაკარგული წინდების მსოფლიო დღეა. 9 მაისი თეთრი მუსკატის ღვინის დღეცაა. ეს და სხვა საინტერესო ამბები რუბრიკაში ამ დღეს. დღევანდელი კულინარიული ექსპერიმენტი სენდვიჩი ლავაშით იქნება. დაელოდეთ ქეთა თხილაიშვილის რუბრიკას შენი კერძი. ბნებიანი კოცნა და სიყვარულის კიდევ ერთი თავბრუდამხვევი ისტორია. პაპარაცებმა 75 წლის მერილ სტრიპი და მისი პარტნიორი 74 წლის მარტინ შორთი გადაიღეს, სადაც წყვილი ერთმანეთს კოცნის. დეტალები რუბრიკაში ვებსიახლეები. რუკის რაკურსები, ეს მხოლოდ გეოგრაფიაა თუ პოლიტიკის უხმოიარაღი. ჩვენ სიუჟეტში ნახავთ თუ როგორ იცვლება მსოფლიო რუკის სახე იმის მიხედვით, თუ სად ვცხოვრობთ. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ ამინდის უტყუარ პროგნოზ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან. სპორტული რუბრიკით ჯიჯი შემოგვიერთდება. რუბრიკაში ძველებური ამბები, ტოპიარების ოსტატს გაგაცნობ. 67 წლის აკაკი ჯეჯელავა 15 წელზე მეტია თავის კარმიდამოში ბუჩქოვან მცენარეებს ახარებს. სასურველ ფორმასა და დიზაინს აძლევს, რითაც განსაკუთრებულ ვიზუალს ქმნის. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. მზე ფურცლის კუთხეში, სამფეხა კატა, იცის რაკეტა. თუ რას ხატავენ ბავშვები დღეს? რაფერები მოსწონთ და რას გამოხატავენ თავიანთ ნამუშევრებში? სტუდიაში ბაღის პედაგოგთან ერთად ვისაუბრებთ ბავშვთა თანამედროვე ტენდენციებზე ხელოვნებაში. გადაცემის მესამე ნაწილში 9-დან 11 მაისის ჩათვლით ექსპო ბათუმის ორგანიზებით ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 გამოფენა ჩატარდება. დეტალებს საგამოფენო სივრციდან პირდაპირ ჩართვაში გავიგებთ. და ბოლოს ფასტი ბუბუს საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება, რა ელოდებათ საღამოზე მისულ სტუმრებს და როგორია მუსიკალური შოუს სამზადისი. ამას სტუდიაში სტუმრებთან ერთად გავიგებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. მოკლედ არსად არ უნდა გადაერთოთ, უნდა დარჩეთ ჩვენთან და როგორც გადაცემის დაწყებისთანავე ვახსენეთ, შესანიშნავი ამინდი გვაქვს გარეთ დილიდან, რაც ვფიქრობ განწყობაზეც აისახება თითოეული ადამიანის და ვნახოთ დეტალურად თუ როგორი ამინდი შენარჩუნდება 9 მაისს პარასკევ დღეს სრულიად საქართველოში. ანა გისმენთ. დღეს ბათუმში 30 გრადუსი სითბოა, თვალებს ვერ დაუჯერე, როგორც იქნა დათბა. ქობულეთში 29 გრადუსამდე გათბება, ჰაერი ქედაში 27, შუახევში 26, ხულოში 25 გრადუსია დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე 19 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ოზურგეთში 31 გრადუსი, ურეკში 30 გრადუსია დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ლანჩხუთშიც 31 გრადუსია ნავარაუდები, ჩოხატაურშიც 31 და ბახმაროში 18 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა. ფოთსა და ანაკლიაში 30 გრადუსი სითბოა დღის მაქსიმალური ტემპერატურა, სოხუმში 28, ზუგდიდში 32 გრადუსი იქნება. კოპიტნარსა და ქუთაისში 33 გრადუსამდე გათბება ჰაერი, საირმეში 23 გრადუსია ნავარაუდები. მესტია 23, ბორჯომში 25 გრადუსი სითბოა, ბაკურიანში 23, ხოლო აბასთუმანში 25 გრადუსი სითბოა დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ახალციხესა და გორში 26 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა, ცხინვალში 25 გრადუსია ნავარაუდები, ხოლო თელავში 26 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს 28 გრადუსი სითბო იქნება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა პრინციპში დღე უნალექოც ჩაივლის სრულიად საქართველოში, ტემპერატურა მოიმატა ჩვენს ქვეყანაში და ალბათ ყველას ძალიან გვეხარია, იმიტომ რომ როგორც იქნა დადგა ის დრო, რომ თბილ ტანისამოს შევინახავთ და უკვე შევძლებთ საზაფხულო სამოსი სრულად, ესე ვთქვათ, გამოვიტანოთ ჩვენს გარდერობებში. კი და ამინდი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიდეთ გარეთ.
ბათუმი ზოგადად გვაძლევს ამის საშუალებას ბათუმის ბულვარში გავისეირნოთ ოჯახის წევრებთან ერთად, საყვარელ ადამიანებთან და ბავშვებთან ერთად მოკლედ დაგეგმეთ საპიკნიკი ამინდი გვაქვს, მოკლედ თუნდაც მწვანე ფასზე რომ გავისეირნოთ. შესანიშნავია. კი ბატონო და თანაც წინ უქმეები გველოდება, ასე რომ საოცარი დღეები გველოდება. პრინციპში ამ ყველაფერზე ამინდის პროგნოზე უფრო დეტალურად კობა ფარტანზე ოდნავ მოგვიანებით ისაუბრებს. ახლა კი ჩვენ მომდევნო რუბრიკაზე უნდა გადავიდეთ და გავიგოთ თუ როგორია ოფიციალური ვალუტის კურსი. მაისის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 74 თეთრია. 9 მაისს 1 ევრო 3 ლარად და 12 თეთრად შეიძენთ. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 66 თეთრი ეღირება. ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. დღევანდელი მონაცემებით მოიმატა ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 270,898 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს დღევანდელი მონაცემებით 5,197 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1,669 ლარი ეღირება. დაუბრუნდით ეთერში. დღეს სხვათა შორის ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის, 9 მაისია დღეს და პრინციპში ყველა ვეტერანს, ვინც ღებულობდა ამ ომში მონაწილეობას, ნამდვილად ვულოცავთ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ მათთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღევანდელი დღე კიდევ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს უკავშირდება და ამ ყველაფერზე ბუნებრივია რუბრიკაში ამ დღეს ისაუბრებს ტრადიციულად დემეტრე ზოიძე. რამდენიმე წამში. როგორც ანამ აღნიშნა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისს კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტია კაცობრიობის ისტორიაში. 1939-1945 წლებში თავისი მასშტაბებითა და დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიო ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ომში მონაწილეობა 61-მა სახელმწიფომ მიიღო. სამხედრო მოქმედებები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე გავრცელდა. ომი 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო გერმანიის ჯარების თავდასხმით პოლონეთზე, რომლის შემდეგ ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გერმანიას გამოუცხადა. 1941 წლის 22 იანვარს კი გერმანია თავს დაისხა საბჭოთა კავშირს და სხვა ხალხებთან ერთად ამ ომში ქართველებიც ჩაერთენ. მეორე მსოფლიო ომში ბრძოლის ველზე საქართველოს 300,000-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. რუსული პროპაგანდის თანახმად საბჭოთა კავშირმა ნაცისტური ბოროტებისგან გაათავისუფლა ევროპა. საბჭოთა კავშირმა მოახდინა ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია და ანექსია. დაპყრობილ ტერიტორიებზე საბჭოთა ძალაუფლება ეფუძნებოდა მოსახლეობის დაშინების ძალას, რეპრესიებს და იდეოლოგიურ კონტროლს. სხვადასხვა მონაცემებით ყველაზე მინიმალური სტატისტიკით გარდაიცვალა 60 მილიონი, მაქსიმუმ კი 80 მილიონი ადამიანი. ყველაზე სანდო წყარო 72 მილიონ ადამიანს ასახელებს. აქედან გარდაიცვალა 24 მილიონი სამხედრო მოსამსახური, 47 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიჭრა 38 მილიონამდე ადამიანი და ტყვედ ჩავარდა 29 მილიონი. საქართველო ომში ჩართული იყო როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელი რესპუბლიკა. იბრძოდა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700,000 ადამიანი წავიდა. აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. ვაგრძელებთ მომდევნო ამბავით. დღეს გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ შემთხვევით და აღნიშნოთ თეთრი მუსკატის ღვინის დღე. რა თქმა უნდა, თეთრი მუსკატის ღვინით. მუსკატის ღვინო ისტორიულად ცნობილია როგორც სადესერტო ღვინო. დღეს მუსკატის ღვინის ეპიცენტრად იტალია მიიჩნევა, განსაკუთრებით კი პიემონტის რეგიონი. აქედან მოდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინო, რომელიც დაბალი ალკოჰოლის შემცველობითა და არომატით გამოირჩევა. მისი პოპულარობა იტალიაში საუკუნეების განმავლობაში არ შენელებულა და იგი ხშირად როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიურ სუფრებზე გვხვდება. მუსკატის ყურძნის ზუსტი წარმოშობა დღემდე გაურკვეველია, მაგრამ მევენახეთა შორის პოპულარული ვერსიით ის თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთში ან არაბეთის ნახევარკუნძულებზე გავრცელდა და იქედან მოხვდა საბერძნეთში, შემდეგ კი რომში. სწორედ რომაელები იყვნენ მუსკატის ღვინის პირველი დიდი მოყვარულები და ისინი აქტიურად ავრცელებდნენ მას ევროპაში. მუსკატის ღვინო, რომლის სახელწოდებაც მოდის ლათინური სიტყვიდან, ნიშნავს ძლიერ.
ტკბილ, არომატის მქონე ნივთიერებას. ის ერთ-ერთი უძველესი ღვინოა, რომელიც მზადდება მუსკატის ყურძნისგან და სავარაუდოდ 3000 წელზე მეტია მოყავთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში ეს ღვინო ძალიან მცირე რაოდენობით იწურება. მუსკატის ჯიშის ყურძენი ძირითადად კახეთში და ქართლის რეგიონებში გვხვდება, მუხრანში, ასევე გორში და მის მიმდებარე სოფლებში. ამ ყურძნისგან ქართველი მეღვინეები საუკეთესო ღვინოს ამზადებენ, რომელიც ძირითადად ჩინეთში და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ვაგრძელებთ მომდევნო სახალისო და უნიკალური დღით. სანამ გეტყვით თუ რა დღესთან გვაქვს საქმე, ანასთან გადავალ შეკითხვით და მაინტერესებს წელიწადში, აი 1 წლის განმავლობაში ადამიანი რამდენ წინდას კარგავს? არ ვიცი ნამდვილად არ მეფიქრე ამაზე და კარგავ თუ დაგითვლი აი 1 წელიწადში რამდენი წინდა შეიძლება. დაწყეთ არ დამეთვლია, თუმცა ძალიან ხშირად ვკარგავ, პრინციპში წინდა და ყურსაკიდი ორი ნივთია, რომლის ცალსაც ყოველთვის კარგავ. კი, ყოველთვის კარგავ. ძალიან პრინციპში ყურსაკიდი მიძლებს სავარაუდოდ მაქსიმუმ 2 თვე. ცალს ყოველთვის კარგავ და ეს რანაირად ხდება, არ ვიცი და წინდას შემთხვევაში ზუსტად ასეა. მოკლედ აქვე გეტყვი რომ ძვირადღირებული ყურსაკიდი არ შეიძინა შენთვის ძალიან იშვიათად მოვიხმარ, კი ბატონო. კი ნამდვილად მოკლედ. სტატისტიკა მაღალია როგორც მივხვდი, ხან შენ ეს კითხვა დამის. არც თუ ისე ნახოთ ერთად გავიგოთ. 9 მაისს მსოფლიო სახალისო და უნიკალურ დღეს აღნიშნავს, რომელიც დაკარგულ წინდებს ეძღვნება. სად წავიდა დაკარგული წინდა? ეს კითხვა ერთხელ მაინც დაგვისვამ ჩვენი ოჯახის წევრისთვის ან საკუთარი თავისთვის. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ იდეალურად შეხამებული წყვილის ერთი წინდის დაკარგვა ჩვეულებრივი მოვლენაა. იმდენად ჩვეულებრივი, რომ ჩვენ გვაქვს მთელი დღე იმ ერთი ცალი წინდის საპოვნელად, რომელიც გვიყვარდა და დავკარგეთ. დაკარგული წინდების ეროვნული დღის წარმოშობა ისეთივე საიდუმლოა, როგორც თავად დაკარგული წინდების ადგილსამყოფელი. თუმცა წინდები არსებობდა საუკუნეების განმავლობაში და აშკარაა, რომ ამერიკელებს ისინი ძალიან უყვართ. 2018 წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წინდა გაიყიდა. ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად იცმევს წინდებს, განსაკუთრებით მოდური სტილის მოყვარულები. გავიდა დრო, როცა წინდები მხოლოდ ფუნქციური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. დღეს ისინი სხვადასხვა დანიშნულებას ემსახურება და სხვადასხვა საჭიროების მიუხედავად იწარმოება. ყოველ ადამიანს უჯრაში უწესრიგოდ ბევრი წინდა უგდია, რაც მათი დაკარგვის შანსს ზრდის. ერთ-ერთ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ერთი ადამიანი წელიწადში 15-ზე მეტ წინდას კარგავს. 15-ზე მეტ წინდას ვკარგავთ 1 წელიწადში. მეც არ მიკვირს კაცო სურათო მჭირდება ამ შეძენა თქო. შენ უნდა ნახო ჩემი განწყობა, როდესაც დილით სამსახურში მოვდივარ და ვეძებ იმ ცალ წინდას თუნდაც. სად არის? ალბათ ყველას დაგვისვამს ნამდვილად. უცნაური დღე ყოფილა დღეს ნამდვილად. მადლობა დემეტრე. ახლა დრო არის შევიხედოთ სამზარეულოში და ნახოთ თუ რა გემრიელ კერძს მოგვიმზადებს ჩვენი ნორჩი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი. გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. თუ დილით ძალიან გეჩქარება და გინდათ მსუყეთ და გემრიელად წახემსება, დღეს მე მოგივზადებთ ამისთვის შესანიშნავ რეცეპტს. ერთი ვარიანტი იქნება ტკბილი, ამიტომ დაგჭირდება ბანანი და შოკოლადის პასტა. მეორე ვარიანტი იქნება ძეხვით და ყველით. აბა ორივეს გავაკეთებთ ლავაშით. მოდით დავიწყოთ. პირველი გავაკეთოთ ძეხვით და ყველით. ვიღებთ ლავაშს, ესეთი მრგვალი ფორმის ლავაში მაქვს, აქ წინასწარ მაქვს ასევე გახურებული ტოსტერი. ავიღოთ ძეხვი. მრგვალი ფორმის ძეხვია ესეც და ზევიდან მოვაწყოთ 2 ცალი ყველი. აი ესე და შევკრათ კონვერტის ფორმატში. ესე. აი ზუსტად ეს წამში ესეთი კონვერტის ფორმა მივიღეთ. ჯერ ამ მხრივ მოვათავსოთ. დაველოდოთ დაახლოებით 2 წუთი, რომ კარგად დაიტოსტოს. შემდეგ გამოვუბრუნებ და იმ ხარისაც კარგად დავტოსტოთ. ამასობაში მეორე ლავაშს ავიღებ. ავიღებ შოკოლადს. და შუაში წაუსმევ. გადავანაწილებ კარგად. აი ესე. ავიღოთ ახლა ბანანი. და დავჭრათ მრგვალ ნაწრებად. ასევე თხელმოჭრებადაც. აი ესე.
მოვაწყოთ ახლა ზევიდან. აი, ხო უყურებთ როგორი მარტივიც არის, მაგრამ ამავდროულად არის თან ძალიან გემრიელი. აი, ესეც ასე, ესეც შევკრათ ზუსტად იგივე ფორმით. ეს სანამ აქ გველოდება, მანამდე გადმოვაბრუნოთ ეს მეორე მხარეს. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ პირველ ლავაში, რომელიც გავუკეთეთ ზეხვით და ყველით, შეგიძლიათ დაუმატოთ მაიონეზი, არაჟანი ან კეჩუპი. სანამ ეს შეგვებრაწება, კიდევ ერთს გავაკეთებ ზეხვით. ისე ვკრავთ. ეს პირველი სენდვიჩი მზად არის. ნახეთ როგორ მოიბრაცა ზედაპირი. გადავიტანოთ ეს თებშზე. და მოვათავსოთ ახლა ტკბილი სენდვიჩი. მზად არის ჩვენი სენდვიჩები, ნახეთ როგორი გამოვიდა. ზუსტად ისეთი მარტივია, რომ აი პატარა ბავშვად შეუძლია რომ გააკეთოს. მოდი ახლა გავსინჯოთ თქვენთან ერთად და გადავტყეხოთ. ნახოთ როგორია შეგთავსი. უგემრიელესია მართლა. გადასარევია საუზმისთვის. თუ აი სულ ყედგინად წახემსება და გემრიელად 5 წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ ეს უგემრიელესი სენდვიჩები ტკბილიც და ზეხვითაც. მოდი ახლა ტკბილსაც გავსინჯავ. ეს რა თქმა უნდა უგემრიელესი. დღეისთვის სულ ეს იყო მომდევნო რუბრიკამდე დაგებრუნებით კეთილი სრულებით ნახვამდის. მადლობა, კეთას მოკლედ ვინც ვერ მოასწარით კერძის ჩანიშვნა, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ სოციალური ქსელები და კეთას რუბრიკასაც შეხვდებით ჩვენს Instagram, Facebook და TikTok გვერდზე. კი ნამდვილად მოკლედ სოციალური ქსელი ვახსენეთ, სწორედ რომ დღეს 21 საუკუნეში სოციალურ ქსელში ხდება ინფორმაციის შექმნა, გავრცელება და მართვა და ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად ესეთი რუბრიკა ვებ-სიახლეები, რომელიც ჩემს თანაწამყვანს ანა შამილაძეს მიყავს და გავიგოთ თუ რა მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა სოციალურ ქსელში. რომელია ყველაზე აქტუალური? ყველაზე აქტუალური. ნახოთ. ინტერნეტ სივრცეში 75 წლის მერილ სტრიპისა და 74 წლის მარტინ შორთის ახალი ფოტოები გავრცელდა. წყვილი ნიუ-იორკში გადაიღეს ერთ-ერთ კადრში ისინი ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს, ორივე საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ეს კადრები რეალურია თუ სერიალის მკვლელობა ერთ შენობაში კადრებია, რომელშიც თამაშობს წყვილი. ცნობისათვის 2 თვის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მერილინი და შორთი შეყვარებული წყვილია, როგორც გამოცემა Page 6 წყვილის უახლოეს გარემოცვაზე დაყრდნობით წერს, სტრიპი და შორთი ერთმანეთს უკვე 1 წელია ხვდებიან. მათი ურთიერთობის შესახებ ოჯახებით საქმის კურსში არიან და ამ ამბით ყველა კმაყოფილია. მეტიც წყაროს ცნობით, მალე ისინი დაქორწინებასაც გეგმავენ. გამოცემა New Ideas ცნობით, ისინი უკვე საქორწინო ადგილსაც კი არჩევენ და სავარაუდოდ ცერემონია სანტა-ბარბარაში გაიმართება. გამოქვეყნდა სტუმრების სიაც მათ ქორწილს ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი, სტივ მარტინი, სელენა გომესი, შერი, ვაიოლა დევისი, ტრევის უილმანი და სხვა ვარსკვლავებიც დაესწრებიან. მერილს არ უყვარს ხმაური და აჟიოტაჟი, თუმცა ორივე მათგანი კარგ კომპანიას აფასებს, აცხადებს ინსაიდერები. შეგახსენებთ, რომ მათ რომანზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, წყვილი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობდა, თუმცა მათი საბედისწერო შეხვედრა სერიალში მკვლელობა ერთ შენობაში შედგა. ასე რომ გაბედნიერება გვიანი არასოდეს არ არის, 74 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გაბედნიერდა გენიალური მსახიობი მერილ სტრიპი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე.
ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სერიალი სასოწარკვეთილი დიასახლისები, რომელიც ვისტერია ლეინზე, გლიცინების ქუჩაზე მცხოვრები 4 მეგობრის, გაბრიელის, ლინეტის, ბრისა და სიუზენის ცხოვრებაზე გვიამბობს ამ კომიკური, ჩახლართული ადამიანური სირთულეებითა და საპნის ოპერის მსგავსი იუმორით გაჯერებული სერიალის სიუჟეტი მაშინ იწყება, როცა გლიცინების ქუჩაზე მცხოვრები მერის ელის იანგის სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს და თავის მეზობლებს დიდ თავსატეხს უჩენს. სერიალი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ფანი ჰყავს, მალე ახალ სათავეს აიღებს, დაწყებულია მუშაობა პროექტზე, რომელსაც სასოწარკვეთილი დიასახლისების საცხოვრებლის პატივსაცემად ვისტერია ლაინ ჰქვია. გამოცემა D-Line-ის ექსკლუზიური ინფორმაციით სერიალი სასოწარკვეთილი დიასახლისების მსგავსად 5 მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთი შეხედვით იდეალურ უპრობლემო გლიცინიების ქუჩაზე ცხოვრობენ. ზედაპირულად მათი ცხოვრება საოცნებოა, ლამაზი სახლები, ჰარმონიული ოჯახები და ავტოფარეხებში დაყენებული ბრწყინვალე მანქანები, თუმცა ამ მომღიმარი სახეების უკან დიდი საიდუმლო ინახება. სერიალის სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ნატალი ჩაიდეზი იქნება. მასთან ერთად მუშაობენ ცნობილი მსახიობი კერი ვაშინგტონი და პილარ სავონი. არსებობს ვარაუდი იმის შესახებაც, რომ ვაშინგტონი სერიალში თავადაც გამოჩნდება. სასოწარკვეთილი დიასახლისების შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი მარკ ჩეირი ახალი პროექტის წარდგენაში არ მონაწილეობდა, თუმცა წყაროების ინფორმაციით ის საქმის კურსშია და შესაძლოა სერიალის შექმნაში გარკვეული ფორმატით ჩაერთოს კიდევაც. 2025 წლის ევროვიზიამდე სულ რამდენიმე დღე გვაშორებს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, რომელიც წლევანდელი ევროფესტივალის მასპინძელია, უკვე თითქმის ყველა ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა. დაწყებულია რეპეტიციებიც. 6 მაისს პირველად რეპეტიცია გაიარა საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ შენგელაიამ. რეპეტიციის ფოტოებში, რომლებიც სულ ახლახანს გავრცელდა ქართული კონკურსანტის სასცენო ჩაცმულობას და სცენოგრაფიასაც შეგიძლიათ თვალი შევალოთ. მომღერალთან ერთად სცენაზე ანსამბლ ერისიონის მოცეკვავეებიც არიან. შეგახსენებთ, რომ რიგით 69 ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნახევარფინალური ტურებით 13 და 15 მაისს, ფინალი კი 17 მაისს გაიმართება ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე. წელს 27 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. და ბოლოს ჩინეთის ერთ-ერთ ქარხანაში ჰუმანოიდი რობოტი მწყობრიდან გამოვიდა, ის ადამიანებს დაესხა თავს. როგორც ცნობილია, რობოტი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობდა. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ 2 ინჟინერი ამ მანქანის მოძრაობებს აკვირდებოდა. მოულოდნელად კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რობოტმა კიდურების გამალებით ქნება დაიწყო. კადრები ფილმი რობოკოპის საშიშ სცენას მოგაგონებთ, საბოლოოდ კი ერთ-ერთმა ინჟინერმა ავტომატის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება მოახერხა. რობოტი კლასიფიცირებულია როგორც სრული ზომის უნივერსალური ჰუმანოიდი რობოტი. იგი ჩინეთის ერთ-ერთ სატესტო ქარხანაშია. როგორც გამოცემა The Times of India იუწყება, მოდელის აგრესიული შეტევა კოდის დაწერის დროს დაშვებული შეცდომის ბრალი უნდა იყოს. რობოტის ფასი 650,000 იუანია, რაც ლარში გამოდის 247,802 ლარი. ამ რობოტის შემქმნელი Unitree Robotics ჩინური კომპანია, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს უკვე დიდი ხანია აწარმოებს. გასულ წელს კომპანიის მიერ შექმნილი რობოტი სახელად H1V3.0 Evolution გინესის რეკორდში მოხვდა, როგორც ყველაზე სწრაფი სრული ზომის ჰუმანოიდ რობოტი. ეს ინციდენტი კომპლექსური მანქანების უსაფრთხოებისა და სანდოობის პროტოკოლების შესახებ სერიოზულ შეკითხვებს აჩენს. ვიდეო სოციალურ ქსელებში უსწრაფესად გავრცელდა, რეაქციათა უმრავლესობა შიშსა და პანიკას გამოხატავს. ბევრი ადამიანი ამ კადრებს ტერმინატორის სცენებს ადარებს და შიშებს, რომ რობოტები მალე მსოფლიოს დაიპყრობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იზოლირებული შემთხვევა არ არის მსგავსი ინციდენტი ჩინეთში გამართულ ფესტივალზეც დაფიქსირდა. იმისადმი მიუხედავად, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ცხოვრებას ნიშნულოვნად ამარტივებს, ასეთი ინციდენტები სკეპტიკოსების ვარაუდს ამყარებს იმის შესახებ, რომ მსგავსმა განვითარებამ ყველაზე უარეს შემთხვევაში შეიძლება დისტოპიურ შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს. აი, სწორედ ეს თემები იყო ყველაზე აქტუალური ინტერნეტ სივრცეში და ვებსიახლეები ორ შაბათამდე გემშვიდობებათ დემეტრე, იმიტომ რომ წინ უქმეები გველოდება.
მადლობა ანა საინტერესო ვებსიახლეებისთვის. მოკლედ ძალიან კარგია მარიამ შენგელი რომ საქართველოს წარადგენს ევროვიზიაზე წარმატებები უსურვოთ და ასევე დეტალებიც გავიგე სოციალური ქსელიდან რომ ასე აცვია ლაშა ჯოხაძის კაბა და ეს მხოლოდ კაბა არ არის. დიდი შოუ ელოდება მაყურებს. მართლა? და ერისიონიც ჩართულია ხო ამ ყველაფერში? კი რა თქმა უნდა მოცეკვავებით მოდი გეტყვით ესეთი ერთ-ერთ ნიუში წავიკითხე რომ ეს კაბა იქნება მთის ნაწილი. აჰა, გასაგებია. კარგი, ყველაფერი არ გავთქვათ და გადავიდეთ მაშინ შემდეგ თემაზე მარიამს ნამდვილად დიდი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ კი ახლა ანა გოგიტიძის სიუჟეტი უნდა ვნახოთ. მსოფლიო რუკა თითქოს კარგად ვიცით. ევროპა ცენტრში, აფრიკა ქვემოთში, ჩრდილოეთი ყოველთვის ზემოთ. ვინ გადაწყვიტა რომ ასე უნდა ყოფილიყო? ერთი შეხედვით ეს ობიექტური და ზუსტია, მაგრამ საიდან იწყება მსოფლიო და ვინ არის მის ცენტრში? ჩვენ სიუჟეტში ნახავთ თუ როგორ იცვლება მსოფლიო რუკის სახე იმის მიხედვით თუ სად ვცხოვრობთ. რუკა, რა სახითაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის დიდ ინფორმაციას ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს რუკა ობიექტურად მიაჩნია, რეალურად ის სუბიექტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, სადაც რაკურსები და პერსპექტივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თითოეულ კონტინენტს პრაქტიკულად თავისი საჭირო მიმართულება აქვს არჩეული, რაც ხშირად პოლიტიკური და იდეოლოგიური გათვლებით არის განპირობებული. ევროპა, ცენტრში მყოფი ცივილიზაცია. ევროპა ტრადიციულად რუკების ცენტრში ექცევა, განსაკუთრებით მერკატორის პროექციაში, რომელიც მე-16 საუკუნეში შეიქმნა. ეს პროექცია საჭირო ზღვაში ნავიგაციისთვის გახდა, მაგრამ მოგვიანებით დომინანტურ სტანდარტად გადაიქცა. ევროპის ცენტრში განთავსება არ არის შემთხვევითი. კოლონიური ეპოქის პერიოდში ევროპა საკუთარ თავს მსოფლიო ცენტრად მიიჩნევდა. რუკებზე მისი ცენტრალური პოზიცია ამ სოფლმხედველობას ასახავდა. თითქოს ყველაფერი ევროპიდან იწყება და მასზეა დამოკიდებული. ჩრდილოეთ ამერიკა, ძალაუფლების პროექცია. ამერიკულ რუკებზე განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირად ჩრდილოეთ ამერიკა დომინანტ პოზიციაშია, ცენტრალური და მასშტაბურად გადიდებული. ეს ამყარებს იდეის საფუძველს, რომ გლობალურ პოლიტიკაში ამერიკა განსხვავებული და განსაკუთრებული ძალაა. აზია, აღმავალი გიგანტი განსხვავებულ სპექტრში. აზიური ქვეყნების რუკებზე, მაგალითად ჩინეთში ან იაპონიაში, ხშირად აზია განთავსებულია ცენტრში და ევროპა დასავლეთ საზღვარზე გადადის. ჩინურ რუკებზე კი ჩინეთი ყოველთვის ცენტრალურ პოზიციას იკავებს. ეს ეფუძნება ისტორიულ კონცეფციას, რომ ჩინეთი არის ცენტრალური სამეფო. რუსულ რუკებში ხშირად ევრაზიული ხედვა არის გამოყენებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის ევროპულ-აზიური ხიდის სტატუსს. აფრიკა, არაპროპორციულობა. რუკების ისტორიაში აფრიკა მერკატორის პროექციის ყველაზე დიდი მსხვერპლია. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკა გეოგრაფიულად ძალიან დიდია, მაგალითად, მასში ეტევა აშშ, ჩინეთი, ევროპა და ინდოეთი ერთად, რუკებზე ხშირად გადამეტებულად პატარა ჩანს. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ აფრიკა აღიქმება როგორც პერიფერია, გლობალური მნიშვნელობის მიღმამყოფი კონტინენტი, მიუხედავად მისი რესურსების სიუხვისა და კულტურული მრავალფეროვნებისა. სამხრეთ ამერიკა, უკანა ეზო თუ დამოუკიდებელი ძალა. სამხრეთ ამერიკა ხშირად რუკის ქვედა ნაწილში ჩანს, გადახრილად, რის გამოც ის გლობალურ სამხრეთად აღიქმება. ლათინურ ამერიკაში ბევრ რუკას შეგნებულად აქვს შებრუნებული რაკურსი, რათა დაარღვიოს ტრადიციული ჩრდილოეთზე ორიენტირებული ხედვა. ავსტრალია, ქვევიდან აღქმის ტრანსფორმაცია. ავსტრალია ხშირად განიხილება როგორც ქვედა, down under. ავსტრალიელ გეოგრაფთა ნაწილი ცდილობს შექმნას რუკები, სადაც ავსტრალია ზედა ნაწილშია განთავსებული. ასეთი რუკები არა მხოლოდ ქვეყნის მნიშვნელობის ხაზგასმას ცდილობს, არამედ ანაცვლებს ჩრდილოეთზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობას და უფრო ეკვივალენტურ სივრცით წარმოდგენას ქმნის. როგორც დასაწყისში აღნიშნე, რუკის რაკურსები და პროექციები ყოველთვის ობიექტურ სიმართლეს არ ასახავს. ახდენენ სივრცის ინტერპრეტაციას, რომელიც ხშირად იდეოლოგიურ მიზნებს ემსახურება. იქნება ეს კოლონიური მემკვიდრეობის გამყარება, ეროვნული სიამაყის ხაზგასმა თუ დომინანტური პოზიციის შენარჩუნება. შეიძლება ითქვას, რომ რუკები პროპაგანდის ერთგვარ ფორმასაც წარმოადგენს. მათი მეშვეობით ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოაწესრიგონ სამყარო ისე, როგორც მათ სურთ, ცენტრალიზებული, მასშტაბურად გადაჭრებებული და ძალაუფლების ცენტრის ილუზიით სავსე. მადლობა ანა გოგიტიძეს საინტერესო სიუჟეტისთვის. ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და ეხლა თბილისის დროით ზუსტად 9 საათი შესრულდა და სრულდება და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება. სულხან, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით მეგობრებო, ასევე მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. წარმატებულ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. დიახ, ახალი ამბების დროა.
ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანსის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი. მისი სახელი როგორც რომის 267 პაპის ლეო მე-14 დასახელდა. პაპმა ლეო მე-14-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებულ ხალხს მიმართა. ერთად უნდა ვეცადოთ, ვეძიოთ თუ როგორ ვიყოთ მისიონერული ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს. ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთლიანად ეკლესიისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში. ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა. მედიის ინფორმაციით, რობერტ ფრანსის პრევოსტი ჩიკაგოში დაიბადა და მრავალი წელი გაატარა მისიონერად პერუში. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რობერტ ფრანსის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავს, როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700,000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი კი უკან აღარ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათ ეს პოზიცია არ გაიზიარეს. ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბება. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეემკობენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამარჯვების დღის მილოცვის წერილს აქვეყნებს, რომელსაც თან დაურთო 1945 წელს ფრონტის ხაზიდან გამოგზავნილი ბაბუას წერილი. საქართველოდან ამ გამარჯვებამდე მიმავალ ბრძოლის ველზე 300,000 ადამიანი დაეცა, რითაც მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით ყველაზე დიდი დანაკარგი მივიღეთ. ეს ფასი ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიხადეთ. თავის განცხადებაში შალვა პაპუაშვილი შეეხო დღევანდელობას და აღნიშნა, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს არასწორი შეხედულებები აქვთ. 80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველო, მკითხულობთ პაპუაშვილის განცხადებაში. საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ წარმოდგენას და ღვთისმგმობელ წარმოდგენას უწოდებს. განცხადებაში საპატრიარქო მოუწოდებს ავტორებს სინანულისაკენ და შეახსენებს, რომ ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი შეუნანებლობის შემთხვევაში საეკლესიო სასჯელის სახით ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება. სავარაუდოდ განცხადება ეხება რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს ლიბერტე. ანონსში მითითებულია, რომ სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან და აკრძალულია გადაღება, თუმცა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სპექტაკლიდან ერთწუთიანი მონაკვეთი გავრცელდა. გუშინ სამეფო უბნის თეატრთან აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეები თეატრს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე გამოიკითხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს ჩვენება მისცა ბრალდებულს მასზე ფიზიკურ თავდასხმას ედავებიან. პოლიციის მაღალჩინოსანმა 11 იანვარს გამართულ აქციაზე განვითარებული პროცესები გაიხსენა. განცხადებებს დარბაზში პროტესტი მოჰყვა, გააძევეს რამდენიმე დამსწრეც. მას შეკითხვები თავად ბრალდებულმაც დაუსვა. მზია ამაღლობელს გამოძიება პოლიციელზე ძალადობას ედავება, ეს მოხდა კი 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ევროპელი ლიდერებს დღეს უკრაინაში ელოდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ დელეგატები უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით მიიწვია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობისა და სიმკიცის დემონსტრირებისკენ მოუწოდა. ევროკავშირი უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიას 1 მილიარდ ევროს გადასცემს. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა გააფრთხილა ევროკავშირის ლიდერები არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს. ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლის თავის აღსანიშნავად მოსკოვში მიწვეული არიან სერბეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის ლიდერები.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაცნობენ, რომ უკრაინა მზადაა 30-იანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან ველოდებით, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტელეგრამ არხზე წერს. მის თქმით, საუბარში ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს მზადაა დახმარებისთვის და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტები მიესალმნენ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. ინდოეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო მონაკვეთში შეიარაღებული კონფლიქტი მწვავდება პაკისტანი ქალაქ ჯამუს ბომბავს. მედიის ინფორმაციით, პაკისტანი ინდოეთის კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქს უპილოტო აპარატებით ესხმის თავს, რომლებიც ჩაშენებული ქობინებით სამიზნეებს ეჯახებიან. კონფლიქტის ზონაში ინდოეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ადგილობრივების ცნობით, ობიექტები ჯამუს აეროპორტის მახლობლად აფეთქდა. თავდასხმის გამო ქალაქ ჯამუში ელექტროენერგია გამორთეს. საომარი მოქმედებების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფს. რუბიომ პაკისტანს და ინდოეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა. თავის მხრივ შარიფმა აღნიშნა, რომ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ნებისმიერ ფასად დაიცავს. დღეიდან ბათუმის 3 დღის განმავლობაში ტურიზმისა და სასტუმრო საღვჭურვილობის გამოფენას უმასპინძლებს, რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა შერატონში ოფიციალურად გაიხსნება. წელს მასში 6 ქვეყნის 90 ტურისტული კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე ტრადიციულად 4 სეზონის იმიტაციით წარმოდგენილი იქნება ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც. შესაბამისად, გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში გაეცნონ აჭარას როგორც ზღვის, ისევე მთის კურორტებს. საერთაშორისო გამოფენა კომპანია ექსპო ბათუმის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობაა. ეს იყო ჩემს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. მთავარს უკვე 10 საათიდან სოფო ხელაძე გაუძღვება, მე კი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ და ორშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა, სულხან, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა, სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ახლა კი ვნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ ამინდის უტყუარ პროგნოზს მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან. სპორტული რუბრიკით ჯიჯი შემოგვიერთდება. რუბრიკაში ძველებური ამბები ტოპიარების ოსტატს გაგაცნობთ. 67 წლის აკაკი ჯეჯელავა 15 წელზე მეტია თავის კარმიდამოში ბუჩქოვან მცენარეებს ახარებს. სასურველ ფორმასა და დიზაინს აძლევს, რითაც განსაკუთრებულ ვიზუალს ქმნის. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. მზე ფურცლის კუთხეში, სამფეხა კატა, იცის რაკეტა. თუ რას ხატავენ ბავშვები დღეს? რაფერები მოსწონთ და რას გამოხატავენ თავიანთ ნამუშევრებში. სტუდიაში ბაღის პედაგოგთან ერთად ვისაუბრებთ ბავშვთა თანამედროვე ტენდენციებზე ხელოვნებაში. გადაცემის მესამე ნაწილში 9-დან 11 მაისის ჩათვლით ექსპო ბათუმის ორგანიზებით ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 გამოფენა ჩატარდება. დეტალებს საგამოფენო სივრციდან პირდაპირ ჩართვაში გავიგებთ. და ბოლოს მასტიბუბუს საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება, რა ელოდებათ საღამოზე მისულ სტუმრებს და როგორია მუსიკალური შოუს სამზადისი. ამას სტუდიაში სტუმრებთან ერთად გავიგებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. რამდენიმე დღის წინ კობა შეგვირდა, რომ პარასკევს ძალიან კარგი ამინდი იქნებოდა და ზუსტად თქვა, იმიტომ რომ დღეს 30 გრადუსია ბათუმში დღის მაქსიმალური ტემპერატურა. თუ რამდენი იქნება? ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. ნამდვილად გეტყობა ეს განწყობაზე დილა ადრიანად. თუ როგორ შენარჩუნდება ამინდის ტემპერატურა დღის განმავლობაში და როგორია სრულიად საქართველოში, ამ ყველაფერზე უკვე თავად კობა ისაუბრებს, რომელიც პირდაპირ ეთერში ყავს. კობა, დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, კობა. მოგესალმებით. მივესალმები ტელემაყურებელს, ნამდვილად ბევრის ნანეტრი ოცნება ახდედა საქართველოში გვაქვს. საოცრად კარგი ამინდი დღეს, დილიდან მართლაც მზეს იმდენად კარგი განწყობა რომ მოაქვს, რომ ყველა თითქმის ყველა ჩამვლელი არის ძალიან გაუბედნიერი. რაც სასიამოვნოა. კი ბატონო, მეც ვარ ძალიან ლამაზ გარემოში ყვავილი. სად იმყოფები, კობა? უკვე აყვავილი და ჩვენს ირგვლივ სად ვიმყოფები და ჩვენთან ახლოს, ჩვენ სამსახურთან. არ იყვირო დემეტრე, არა ეს. ახლოსა. ჩვენთან ახლოს ყოფილა. და თქვენ ასევე
იცით ის ადამიანი ბაბუ, რომელიც ესეთ ლამაზ ყვავილებს უკვე წლებია ყიდის ჩვენს ირგვლივ და მოკლედ უკვე მრავალფეროვნება გვაქვს ყვავილების მხრივაც და ამავდროულად ამინდის მხრივაც საკმაოდ კარგი სიტუაცია გვაქვს. დღეს დაპირებული 30 გრადუსი იქნება საქართველოში. ამავდროულად იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების საკმაოდ თბილი ქარი და მოკლედ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ თავი ვიგრძნოთ ჰარმონიულად. კონკრეტულად ბათუმში დღეს 30 გრადუსი იქნება, ამ წუთას 17 გრადუსი სითბოა და ალბათ ყველაზე ნეიტრალური ტემპერატურა, რაც კი შეიძლება იყოს, არც ცივა და არც ცხელა. და ეს არის ძალიან კარგი ამინდის პირობები. ქობულეთში 29 გრადუსი იქნება, რაც შეეხება ქედას 27 გრადუსი, შუახევში 26 გრადუსი იქნება და გოდერძ უღელტეხილზე 19 გრადუსი სითბო, ყველგან იქნება მზიანი ამინდი. ოზურგეთში 31, ურეკში 30, ლანჩხუთსა და ჩეხატაურში 31 გრადუსი იქნება, ბახმაროში 18, ფოთში 30, ანაკლიაში 30 და სოხუმში 28 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება ზუგდიდს 32 გრადუსი, ყველაზე მაღალი ტემპერატურა როგორც ხდება ხოლმე იმერეთში გვაქვს დღეს, პლუს 33-34 გრადუსამდე მოიმატებს დღის მაქსიმალური ტემპერატურა კოპიტნარსა და ქუთაისში. რაც შეეხება საირმეს და მესტიას 23 გრადუსი, 25 გრადუსი იქნება ბორჯომში და ბაკურიანში ასევე 23 გრადუსია მოსალოდნელი. აბასთუმანში 25, ახალციხეში 26, გორშიც 26 გრადუსი გვაქვს დღეს, ცხინვალში 25, დედაქალაქში 28 და თელავში 26 გრადუსი იქნება და მზიანი ამინდი. რაც შეეხება უახლოეს დღეებს. უახლოესი დღეების პროგნოზი არის საკმაოდ არამდგრადი. ხვალისთვის 30 გრადუსი არ იქნება სანაპირო კურორტებზე, მაგრამ 28 გრადუსამდე მაინც დაგვითბება. რამოდენიმე გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა დასავლეთის ქარის ფონზე, ვინაიდან დღეს აღმოსავლეთის ქარია, შესაბამისად ტემპერატურაც გვექნება უფრო მაღალი. ხვალისთვის არ იწვიმებს, მაგრამ პერიოდულად ქარი იქროლებს. 11-ში უკვე ღამის საათებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი საქართველოში და დღისით გაწვიმდება ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი 11 და 12 მაისს საქართველოში, ანუ კვირა და ორშაბათი იქნება ხანმოკლე წვიმით, გაზაფხულისთვის დამახასიათებელი წვიმა გვექნება ელჭექით, მანამ კი დღეს და ხვალ მოასწარით ყველა ის დაგეგმილი ფაქტორი, რაც გაქვთ ხოლმე განსაზღვრული მზიან ამინდში. გისურვებთ ბედნიერ შაბათ-კვირას, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზღვის წყლის ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, ჯერჯერობით 15 გრადუსია, წყალი ცივია, მაგრამ მზის ულტრაისფერი ინდექსი არის ძალიან მაღალი, ნიშნულით 8, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველი კატეგორიის ადამიანებმა კანისფერით, ანუ ღია კანისფერი, ვისაც გაქვთ 19 წუთზე მეტი მზის დამცავის საშუალების გარეშე, დამწრობა თუ გინდათ აიცილოთ თავიდან, არ უნდა იყოთ, რაც შეეხება მზის დამცავს, ასე რომ ვთქვათ, თავსაფარით შეგიძლიათ განუსაზღვრელად იყოთ მზის დამცავის ერთად, ასე რომ მზე ძალიან მწველია, დიდხანს ნუ გაჩერდებით, მაგრამ თქვენ შესანიშნავ რუჩს მიიღებთ, ვისაც ეს გეყვართ. ასე რომ შვენიერი 2 დღე გვაქვს დღეს და ხვალ წინ, შემდეგ უკვე დავტკბეთ შეგვიძლია ნამზეურით, ან იმ განწყობით, რომელსაც დღეს და ხვალ შევიქმნით, სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ ყველას. ყობა, მადლობა, ძალიან დიდი. მოკლედ, ზღვის წყლის ტემპერატურას აღარ დავეძებთ, მთავარია გამოიდარა, არის მზე, თბილი დღეები და ეს გვაბედნიერებს ყველას ნამდვილად. და გვავიწყდა თუ რა არის ზაფხული. ზაფხული, კი. დიდი მადლობა, ყობა, ჩვენ ბედნიერ უქმეებს გისურვებთ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ახლა კი ვაგრძელებთ დილის ტალღას და ბუნებრივია ტრადიციულად სპორტის დრო მოვიდა დილის ტალღის ეთერში და ჯიჯი უკვე გველოდება მონიტორის სივრციდან საინტერესო სტუმრებთან ერთად ჯიჯი დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, ჯიჯი, როგორც ვიცი, რაგბში დიდი 10-ის ფინალია და ამ დეტალებზე ისაუბრებს სტუმრებთან ერთად, ხო? კი ბატონო, კი ბატონო, სრულიად მართალი ხარ, კი ბატონო, კვირას დიდი 10-ის გათამაშების ფინალია რაგბში და მოკლედ ამ თემაზე ვისაუბრებთ სრულად ჩვენს რუბრიკაში დილის ტალღაში სპორტის დროა. გისმენთ.
დილამშვიდობის მოგესალმებით, ვიწყებ სპორტზე საუბარს და როგორც უკვე დემემ დაანონსა, კვირას 16 საათზე ქუთაისში არენაზე გაიმართება დიდიათის გათამაშების ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს სარაგბო კლუბი ბათუმი და ქუთაისის აია დაუპირისპირდება. მოგეთ ამ ძალიან მაგარი თამაშის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს რუბრიკაში და ჩემი სტუმრები არიან სარაგბო კლუბ ბათუმის მსმენელი თენგიზ გოგიბერიძე და სარაგბო კლუბ ბათუმის კაპიტანი ლაშა ფოფხაძე. დილამშვიდობისა, მადლობა დილიდანო ჩვენთან ერთად ხართ და დავიწყოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრინციპული დაპირისპირების შესახებ. დაახლოებით 10 დღის წინ იგივე დაპირისპირება იყო წინასწარ ფინალში, ხო ესე ქვია სწორად მახსოვს, სადაც ერთი ქულით დავმარცხდით, მაგრამ მაინც მოვიპოვეთ შემდეგ ხარების დამარცხების ხარჯზე ფინალის საგზური. მოდით თენგო თქვენგან დავიწყოთ გუნდის მზადების შესახებ განვლილი პერიოდი, აი როგორ მივედით ფინალამდე, რა მდგომარეობაშია გუნდი, ყველა დეტალი გვაინტერესებს. მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს. აი მზადებასაც შეეხება მთელი წლის განმავლობაში, დღევანდელ დღემდე რისთვისაც ვიბრძოდით. ბევრი ჩანაცვლება მოგვიწია მოთამაშეების ტრავმების გამო, შემადგენლობის ცვლილებები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახალ თამაშს, აიასთანაც დაგვაკდა რეალურად ხარებთან გამოვასწორეთ, ასე ვთქვათ, რაც ზუსტად ის დეტალები, რაც გვინდოდა და მოვახერხეთ იქ მისვლა, რისთვისაც მთელი წელია ვიბრძვით და ყველას ოცნება ნამდვილად რომ ჩემპიონები გავხდით. დანაკლისი თუ აქვს გუნდში, ან თუ ყავს ტრავმირებულები ფინალისტის 2 დღე დარჩა სულ რაღაც და ყავს 2 ტრავმირებულები თუ არ ვწდები, რომ მამახართაძე და ზურაბ ხრცხოვაიშვილი. ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ვინც არიან ბიჭები, დარწმუნებული ვარ, არავინ არაფერს არ დააკლებს და ასე ვთქვათ, შეიძლება ვერც ვიგზნოთ ეს დანაკლისი. კი ბატონო, ლაშა, გუნდში რა განწყობა, როგორც კაპიტანი შენ ხარ თავი მოტივატორი გუნდის, როგორი განწყობა მიუხედავად იმისა, რომ დავთმეთ ერთი ქულით წინასწარ ფინალში, თუ არ რაღაცა ის განცდა, რომ რაღაცა რევანში და აუცილებლად მოსაგებია შეხვედრა თან ფინალი, სხვა განწყობაა ფინალის წინ. მოგესალმებით პირველ რიგში. გუნდში საჩემპიონო განწყობაა, კარგად გავიარეთ მოსამზადებელი კვირა. მივდივართ ქუთაისში გასამარჯობლად. პირველი თამაში რო ვითამაშეთ, ჩვენ ფაქტურად ვერ ვითამაშეთ, ძალიან ბევრი შეცდომები ქონდა, ძალიან დიდი წუნი ქონდა და ამის ხარჯზე მოახერხა ქუთაისმა გამარჯვება და ჩვენ ეს პრობლემები რაც ქონდა ამ კვირაში გავიარეთ. ჩვენ ძლიერ მხარეს, რაც აგვაქვს ჩვენ ვეცდებით რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ და თასი დავაბრუნოთ ბათუმში. აი მოწინააღმდეგეზე შევისაუბროთ და მათი ძლიერი მხარეები რა არის, ჩვენი ძლიერი მხარეები რა არის? აი გუნდია, მოქმედი ჩემპიონია, სწრაფ თამაშს თამაშობს. ვიცით მაგათი სუსტი და ძლიერი მხარეები და მაგაზე გავიარეთ ამ კვირაში და მზად ვართ 100%-ით რომ თამაში მოვიგოთ და გავიმარჯვოთ. ის ფაქტორიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ქუთაისშია ფინალი. ეს იმიტომ არ არის რაღაცა პირველ ადგილზე გავიდეს, წინასწარ იყო დაგეგმილი. ამას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტორი, მაყურებელი, ვიცი რომ ბევრი გულშემატკივარი ბათუმიდანაც მიდის. სარაგბო ქალაქია და უყვართ ძალიან რაგბი ქუთაისში და მაყურებელიც ეყოლებათ და შეეცდებიან რომ დიდი გავლენა მოახდინონ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ანუ იქ რო ათამაში მაგისტრად მზად ვართ და ყველაფრისთვის რომ გავიმარჯვოთ, ანუ არ შეგვიშლის, აქედანაც მაყურებელი ჩვენც მოყვება, გულშემატკივარი გვეყოლება, რისთვისაც მადლობას გადავუხდი აქედან. ასე რომ მზად ვართ 100%-ით ფინალისტვის. თენგო, ერთი დამატებითი მატჩის გამართვა მოგვიწია რეალურად ჩვენ, იმიტომ რომ მოგვიწია ფინალისტვის ერთი გზით ზედმეტის გავლა, ამან რამდენად შეიძლება იმოქმედოს და რამდენად არის გუნდი მზად ფიზიკურად. ვფიქრობ, შევეცადეთ ამ მოკლე დროში და აღდგენაც მოვახერხეთ, ანუ დაისვენეს ბიჭებმა. რაღაც მხრივ შეიძლება კარგი იყოს, რაღაც მხრივ შეიძლება ცუდი, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი გუნდისთვის უკეთესია. როტონუში იქნება. როცა ჩერდებით ვისვენებთ, პირველი დაბრუნება ყოველთვის გვიჭირს. ეხლა დარწმუნებული ვარ, ყველა ისე ვართ, ანუ აქ დაღლაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი, მოტივირებულია ყველა მის ერთი თამაშია მხოლოდ დარჩენილი და ერთი ფინალი დავთმეთ ქუთაისში და რევანშის დროა აუცილებლად. ხო, თქვენს კითხავთ, ანუ ფაქტორს, ანუ საშინაო მოედანის ფაქტორს სახში თამაშობენ, ფაქტობრივად კი სახში თამაშობენ. ამას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს? ვფიქრობ ქუთაისისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ
ლაშამ როგორც თქვა, სარაგბო ქალაქია, უყვართ რაგბი და სახში თამაში 1-2-რად გაძლიერებს ჩვენს გულშემატკივართან ერთად, მაგრამ ჩვენთვის ეს წნეხი ნამდვილად არ არის, გულშემატკივარიც იქნება ჩვენთან ერთად. ასე რომ სურველებს შეუძლია სარაგბო ბაზიდან ჩვენთან. ხო, აი საინტერესოა, საიდან შევიცილოთ, ტრანსპორტი უფასოა, როდის შეგვიძლია ჩვენ გულშემატკივარს ვისაც გვინდა გასწრება. რაგბის მოედნიდან კვირას 12 საათზე გადის ავტობუსები, იქნება უფასო სრულიად და მსურველებს შეუძლია მოვიდნენ და გულშემატკივრონ თავის ქალაქის გუნდს. შიდა სამზარეულო მაინტერესებს, როგორ იქნით განწყობა? ანუ მუსიკას უსმენთ გასახდელში, რაღაცა მონოლოგები გაქვთ ერთმანეთს ესაუბრებთ. ძალიან მნიშვნელოვანია შიგნით რა ხდება, ესეც მატჩის მსგავსი ფინალის წინ გადიხართ, იმიტომ რომ არაერთი ფინალი აქვს ბაცოს დათამაშები და თქვენს დარწმუნებული ვარ, არაერთ ასეთ დაძაბულ მატჩი გაქვთ მონაწილეობა მიღებული. რა შეუნებით, რითი იქნით განწყობას მოედანზე გასვლის წინ? მუსიკას რაც შეეხება, არის მუსიკა, რაღაც პერიოდი მაგასაც აქვს დათმობილი, მერე მუსიკა ითიშება და მიდის უკვე კონკრეტულად თამაშზე ლაპარაკი, мотиваციის გაკეთება და შენ როგორც კაპიტანი, შენ გაქვს რაღაცა ბოლო სიტყვა თუ არის გუნდში ისეთი ადამიანები, ვინც რაღაცა мотиваტორის როლს ასრულებს? არა, რა თქმა უნდა, არის. მეც ვამბობ ჩვენ სათქმეს და ვეკითხები თუ იმის იმ მომენტში ნებისმიერს აქვს სული რომ რაღაც თავის სიტყვა თქვას და мотиваცია მისცეს გუნდს, მაგის პრობლემაც არ იქნება, არის მაგის კითხვა და მე უკვე ერთიანად გამოდივართ სათამაშო და საბრძოლველად. მაინც რაღაცა ის შეძახილები? რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი შეძახილები, კი, გამხნევება, რაც мотиваციას გაძლევს, ანუ. კი ბატონო, თენგო, თქვენთან გადმოვალ ისევ კითხვით. მოვიგეთ ჩემპიონატი, გავხდით ჩემპიონები, მერე რა ხდება? თუ აი მაგალითად მე მახსოვსო, იყო ევროსეზონები გქონდა, თუ არა რაღაც ამაზე თუ მიდის საუბარი, თუ შეიძლება რომ ჩემპიონობის შემთხვევაში, იმიტომ რომ ვიცი რომ მეორე ჩემპიონობაც არ იყო საჭირო, რაღაცა გქონდა შანსი, იმის რომ გავსულიყავით ევროტურნირებზე. ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა. აი და სამოტივაციო ტიტული მოთამაშისთვის პირველ რიგში. არის საუბრები, რა თქმა უნდა, ოღონდ არ არის გადაწყვეტილი, ეგ ტურნირი უნდა მოიძიო, შემდეგ ჩაერთო ამ ტურნირზე, გარკვეული ხარჯებიც არის გასათვალისწინებელი და ნუ ერთი სიტყვით ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მაგისთვის და მოხარული ვიქნებით თუ შევძლებთ ამ ტურნირებზე მოხვედას. ლაშამად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის რაღაცა საერთაშორისო თამაშები მორაგვისთვის. ძალიან მაგარია იმ ხრივ, რომ იზრდება მოთამაშე მარტო ერთ გარემოს არ არის და იცვლება გარემო და სხვა ჩემპიონატია, უფრო ძლიერი ჩემპიონატია და ეს იწვევს გაზრდას მოთამაშეების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის და ქართული რაგბისთვის. ნახოთ როგორ იქნება, ანუ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩემპიონი გუნდი ისევ ჩაერთოს ამ თამაში, თუმცა ამაზე ჯერჯერობით ისეთი ლაპარაკი არ არის. გარდა იმისა, რომ იმისთვის მე შემდეგ გარდა იმისა, რომ კვირას ფინალია და თქვა და ამაზე უნდა გვესაუბრა და გვემცნო მაყურებლისთვის, ჩემ გადაცემაში რაღაც ისე იმთხვევა ძალიან კარგად, როდესაც რაღაცა დაძაბული მატჩებია, ან იმის ბრძოლა UFC-ში მაგალითად რომა იყო გადაცემამდე, სულ რაღაცა გამარჯვებით სრულდება და ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ დღეს გადაცემაში მოგიწვიეთ და ვისაუბრეთ მე დარწმუნებული ვარ კვირას მედლებს ჩამოვიტანთ, თორემ უმაღლესი სინჯის მედლებს, ოქროს მედლებს თქვენი თავარი გულშემატკივრები ვინ არიან? ანუ ოჯახის წევრებზე მინდა გითხრათ, ცოტა ყვითელ თემებზეც გადავიდეთ, იმიტომ რომ ეხლა ხარების თამაშოცა იყო, თქვენი მეუღლეები, ოჯახის წევრები განსაკუთრებულად ნერვიულობენ და აი მათი როლი რამდენად დიდია. თუ გესმით მოედანზე მათი ხმა? რა თქმა უნდა, გვესმის და ძალიან მაქსიმალურად ჩართულები არიან არანაკლებ როგორც ჩვენ, ანუ იციან უკვე წესების და ყველაფერი. ხო, მე ისეთი ფრაზები მესმა და ტრიბუნიდან რომ მეთქი გამოცდილი მსმენელების ხო. კი, თითქმის იციან ყველაფერი უკვე და ჩვენ мотиваციას რა თქმა უნდა გვაძლევს ჩვენს მეუღლეებს, ჩვენ შვილებს რომ ხედავთ მოედნიდან, თან პატარა ტრიბუნებია ჩვენ სარაგბო მოედნებზე და ახლოს არიან და რა თქმა უნდა мотивაციაა და ჩვენ პირველ გამარჯვებას ოჯახის წევრებს უძღვნით და შემდეგ ამთვიან გუნდს და ქალაქს. კი და ბოლოს მაინც გულშემატკივრას რომ მოუწოდოთ, ამდენად დიდია მათი როლი კვირის თამაშისთვის. ძალიან დიდია, რა თქმა უნდა. მე-16 ამიტომ ქვია, რომ მე-16 მოთამაშე არის გულშემატკივარი, გვაძლიერებს, მარტო არ გზნობ თავს მოედანზე, თან გასვლით თამაშია იმათ მოედანზე და როცა ჩვენი გულშემატკივრის ხმა გვესმის,
1-2-ად ძლიერდება. ეხლა წინასწარ ფინალი რო იყო, ფაქტიურად სახშიც თამაშის ეფექტი ქონდა, იმდენი გულშემატკივარი იყო ქუთაისში ჩამოსული, ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, არც კვირას არ მოაკლდება ჩვენს გუნდს გულშემატკივრობა. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა დილიდან ჩემთან ერთად რო იყავით და მე დარწმუნებული ვარ, შანსი არაა რომ ოქროს მედლის გარეშე ქუთაისთან დავბრუნდეთ. მიუხედავად დიდი პატივისცემა ქუთაისელი გულშემატკივრის მხრიდან, მაგრამ წელს მედლები ბათუმში უნდა ჩამოვიდეს ოქროს მედლები. თენგიზ გოგიბერიძე და სარაგო ბათუმის მწვრთნელი და ლაშა ფოფხაძე სარაგო ბათუმის კაპიტანი იყვნენ ჩვენი სტუმრები. საუბრობდით კვირის თამაშზე, რომელიც კვირას 16 საათზე გაიმართება, რაგბი TV-ს ეთერში იქნება პირდაპირ ტრანსლირება, ასე რომ ვისაც სურვილი არ აქვს, ვისაც შანსი არ გექნებათ იმის, რომ ქუთაისში წამობრძანდეთ და უგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს, აუცილებლად უყურეთ პირდაპირ რეპორტაჟს. მოკლედ ესეთი იყო სპორტული ამბები. კიდევ ერთხელ გამარჯვების იმედით გემშვიდობები და ორშაბათს დარწმუნებული ვართ, როგორც ჩემპიონი გუნდის გულშემატკივარი ისე დავბრუნდები ეთერში. ანა დემე მადლობა ჯიჯი, საინტერესო იყო ნამდვილად, ჩვენ გემშვიდობებით ბედნიერ უქმეებს გისურვებთ ორშაბათამდე და ვაგრძელებთ დილის ტალღას კიდევ ერთი საინტერესო რუბრიკით. ძველებური ამბები. მოკლედ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ჯეჯელავების ეზოში, აუკაცრავად ჯეჯელავების ეზოში ერთხელ თუ შეივლით, დამერწმუნეთ უკან დაბრუნება კვლავ მოგინდებათ. ტოპიარების ოსტატი 67 წლის აკაკი ჯეჯელავა 15 წელზე მეტია თავის კარ-მიდამოში ბუჩქოვან მცენარეებს ახარებს. სასრულო ფორმასა და დიზაინს აძლევს, რითაც განსაკუთრებულ ვიზუალს ქმნის. უფრო ახლოდან გავიცნოთ ჩვენი კოლეგა მილანო ბალაძის რუბრიკის მეშვეობით ძველებური ამბები. აი ჩემზე იწყიან, აი რამდენს დაგდაგვან. ეს უსაქმური არისო. რაღაცა დარგევებისთან რომ მოკრება ბალი, ცხალი, ადამიანი და ცხალი თავის ადგილას არის. ეს ამას თავის ადგილია. ზოგს ერთი საინო ხომი ურჩებნია მას. მე ვარ აკაკი ჯეჯელავა, 67 წლის. ჩვენ იმყოფებით ახლა ამ ჯადოსნურ სამყაროში, ჩემს ეზოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში. ჩემ ბავშვობაში ვის ჰქონდა დეკორაციის გაკეთების თავი და ვის ენახა. ჩემი მეჯოგი კაცი იყო. მე ვეხმარებოდი რას შემეძლო. დავყებოდი ხან თაში, ხან იქით, ხან აქით და ასე ვწალებდი. ბავშვობა რომ თქვა ახლა მქონდა ის რა ქვია, უფუნება ცხოვრება შრომით ვიყავი, ბავშვობაში და ახლა. ბავშვობაში მქონდა შრომა და ახლა შრომა. ვიმსახურე 77-79 წლები ჯარში გერმანია სამხედრო დანახი. ახალი არ იყავი მარტის გაცილებული. იქ ნახე აი ნამდვილი ყოხტა ეზოები მოწყობილი სუფთა. ერთი ბალახს რო ვერ ნახავდი ზედმეტს. ეზოებში და იქიდან გამიშლა სურვილი. ჯარიდან რო ჩამოვედი დაახლოებით 30 წლის მერე დავიწყე ეს იქ მქონდა გულში, მაგრამ ვერ ვახორციელებდი. აქ სამუშაო იყო, არ იყო ამის დრო. ახან იყო 4 წლიანი სკოლა ჩვენთან. იქან მქონდათ ეს დარგული და იქიდან დავიწყე ძირითადი ეს. და მე ეს გავაკეთე სალერგე. 2200 ძირი დავგერდღეს და ერთი არ გამხმარა. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა. სტუმარი მოვა თუ არ მოვა. მე უნდა მქონდეს ეს მოვლილი და მოწესრიგებული. მაგრამ ახლა ამ გაზაფხულზე ამინდების ერთი სასწაულია, წვიმა და ახლა ერთი კვირაა მე დაუზოგავად მუშაობ. ამას რომ გადააჭერი, მე უნდა გასწრთავო ხარ დაკლია მას. გატანა უნდა, შრომა უნდა, ქვეყანა. 3-4 ჯერ კვირჭავ წელიწადში. ახლა ის ვიყიდე რა ქვია, საკრეჭი და იოლია უკვე საქმე. ეს არის ლიგუსტრუმის ჯიში. ყველაფერი თავისი დრო აქვს გვიან შემოდგომას და იანვარ-თებერვალში. სანამ გაიღვიძებს, სანამ ახლა ეს კვირტი გამოვა, მანამდე დარგე გაკეთე რაც გინდა. ახლა შეიძლება დარგო რა 5-დან 3 გაიხარებს, 2 შეიძლება მოკვდეს. ამას მე რო გავაკეთებ, დაზღვეული უნდა ვიყო რომ გაიხარებს 100-დან 100. არ უნდა მივიდეს საქონელი. უნდა დაიცო. ერთ რომ მოკვიჩავს საქონელი, იქ მე ის გაიხმება იქ. და ასეა უნდა, მოვლა უნდა, პატრონობა უნდა. გამიშლება იდეა და ვფიქრობ მე აი ეს ასე გაკეთდება. გონებაში მხაზავ. ისე მეჩვენება რომ სულას უყურებდე.
უნდა გამეკეთებია ერთი დევის მაგვარი, კაი, ძლიერი პიროვნება, ტიპი, ხიზგარ. და ერთ ხელში ქონოდა დოქი და მეორეში ყანწი. ეს კვიდი მქონდა ჩასმული. დევის კვიდები დაწოდა, გამოვცვალე მე და ადამიანური გუკეთე. ბიჭების ხომის შევცვალე. ჩვენ ისთანა წინაპრები ყავდაო, გოლიათები და მაგათ სახეზე გაკეთე ეს და დაუჯერე და ახლა იმას დავარქვით ჩვენი გოლიათი წინაპრები. აქედან ლებარდეს გზამიდის ახლა ქვევით ეს პურდუს არის აქედან და ვიღაცამ გააჩერა მანქანა. ადრე გაზაფხულია, ძალიან ადრე გაზაფხულია. და ლებარდე იკითხა, კურორტია ჩვენთან ლებარდე. თუ წავალიო მანქანის სუბუქი მანქანით არის. სამხედრიანი ვერავა მეუთხარი იქ ლებარდე ჯერ ადრეა, ჯერ თოვლის არის გზაზე. რამე ის არ არის და აქ ნიშნებოვანი რაღაცა. ნახო გადაუგო სურათი. პატარა რაღაცა სახში მაქვს მოწყობილი და თუ მოხვალ მეუთხარი აი ნახე და მაგ გაუხარდა რომ მოიყვანე. მე მეუბნები ბევრს ჩემიანს მეზობე აი დაიწყე შენ და მე რაც შეიძლება მოგეხმარები ყველას ხონდეს დამაზი მოწყობილი ეზო გათენებუზე 1000 ერთხელ თუ ამგები სიბნელესი შემოული კროქს 30 კროქს ხომ გავაკეთებ არანაკლებ დღეში წინს ვერაფერს ვერ აკეთებ ხოლგას მიკეთებ და შემოული ორჯერ სამჯერ და მეუბნება ზოგიერთ რაც დადიხარ ამ მინდორს ის მაინც შემოვნეს იქ რომ შემოუარე სიხარულით ვაკეთებ აბა მიყვარს ეს ფინანსურად არ ვარ ახლა ისე ძლიერად რომ ჭირდება რაღაცები იდეა მაქვს იმისთანა გავაკეთო მაგრამ ვერ მტობებ ამას რომ გევიქცე 1 წელი და 2 წელი მე ამას ვერ მიხედავ იდეა არის იმისთანა ცოცხალ ადამიანს გაუხარდება მაგრამ ვერ გადმოვცემ ჯერ ჩავშია ჯერ ეს აქ შენახული აქ ეს ვერ კომპიუტერი დგას აქ რასილობაზე და ალბათ რამხელა სიამოვნება ამ ყოლაფრის შექმნა ამ ადამიანებისთვის ნამდვილად ვუსურვებ წარმატებებს და აუცილებლად გამოვნახავ ერთხელ დროს და მეც შევეცები რომ ვესტუმრო ამ ადამიანს თამის ულამაზეს ბაღნარში. კი, მადლობა მილონო, ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და ეხლა რადიოს დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. პირდაპირ ეთერში ილო შავიშვილი და თეონა ზედანია შემოგვიერთდება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თუმცა კიდევ ერთხელ რადიო მსმენელს მივესალმებით ტელემაყურებელს პირველად. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. გამყოფი ხაზი, ასე ეწოდება მოკლე მეტრაჟიან ფილმს, რომლის პრემიერა მალე გაიმართება. ფილმის რეჟისორს მევლუდ საბაშვილს ვფიქრობ ბევრი იცნობს და მისი ნამუშევრებიც უნახავს. მევლუდი ავიამეთვალყურია, თუმცა ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია და პარალელურად შემოქმედებით წვაშია ფილმებს იღებს. გამყოფი ხაზი მისი მორიგი მოკლე მეტრაჟიანი ფილმია ძალადობის მსხვერპლ ქალზე. დღეს სწორედ ამ ფილმზე მუშაობის პროცესზე ვისაუბრებ. დილის რადიოს სტუმრები არიან ფილმის რეჟისორი მევლუდ საბაშვილი და ჟურნალისტი მარიამ ხითარიშვილი, ძალადობის მსხვერპლი ქალის როლის შემსრულებელი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. და მევლუდ დავიწყოთ რამ განაპირობა შენი არჩევანი კონკრეტულად ამ მიმართულებით და რა იყო ინსპირაცია ამ ყველაფრისა და რატო გადაწყვიტე ამ ფილმის გადაღება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კონკრეტულად ეს ისტორია მინდა რაღაც ძალიან ლამაზი ისტორია მოუყვერო, რაღაცა გავიგე, რაღაცა ასეთი ისტორია იყო და შე, მაგრამ თუმცა უნდა გაგვიცხოვო იმედები. გაგიცნობთ იმედებს, ერთ დღეს ვიჯექი. ოპა. ეგა. მოდი ასეთი რაღაცა გადავიღოთ. ზოგადად ჩვენი ფილმის გარკვეული სპეციფიკა აქვს, რასაც ჯერ არ ვასპოილერებთ, მაგრამ სახელშიც არის გამყოფი ხაზი ქვია და ეს არის ადამიანის ბედზე, რომელიციც ცხოვრება იცვლება გარკვეული მოვლენის შემდეგ და როგორ ვითარდება ამ მოვლენის შემდეგ მისი ცხოვრება და გარკვეული კონცეფცია ჩავიფიქრეთ, რაც ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნებოდა მაყურებლისთვის. და
თვითონ ამ კონცეფციამ განაპირობა ის თემა, რასაც ფილმი ეხება. ანუ ეს ერგებოდა ამ თემას, ანუ კონცეფციას მოვარგეთ ეს თემა. სწორედ ასე იყო, რომ ეს სცენარი დაიწერა, შევიკრიბეთ, მსახიობები შეერჩა და ამ ფილმზე ვიმუშავეთ და ახლა უკვე პროცესში ვართ, სადაც პრემიერა და გვაქვს დაგეგმილი შიდა პრეზენტაცია 20 მაისს და საერთოდ პროექტისთვის ყველაზე ჯანსაღი რაღაცა დედლაინია. იმიტომ რომ ახლა პრაქტიკულად ფილმი მზად არის, მაგრამ აი ესეთ რაღაცეებზე ვარ კონცენტრირებული, მაგალითად არ მომწონს ეს ავტობუსი როგორ მოდის, როგორ იხმა, ამიტომ ვიწერე რომ ეს ავტობუსი სხვანაირი ხმა ქონდეს და ეგეთი რა. მარიამიც იყო რამოდენიმეჯერმე, აი ეგ ყუბს რო აკეთებს რაღაც არასწორად ჭერს. მოდი თავიდან ჩავწეროთ. წამას როგორ იდებს და ეგეთი რაღაცა ისიც აღნიშნია, რომ საკუთარი შენივე სცენარია. დიახ. ოკეი. და ანუ სცენარიც ჰოპ და ასე დაწერე? ხო, სცენარიც მას დაუჭექი. სამოს მანქანას. და საინტერესო მე საუბრის შესავალში ვთქვი, რომ ეს შენი ბავშვობის ოცნება იყო და რატომ იყო და ნუ აი პროფესიისგან და ძირითადი საქმიანობისგან ძალიან შორს გასდა. როგორ მოხდა ეს ამბავი? თუ არ დგას შორს. ხო. რა ვიცი, აბა საერთოდ როგორც არის ხოლმე რა, ანუ სამწუხაროდ საქართველოში ასე გვაქვს, რომ ბევრი თავისი ასეთ ვნების გულისედეთ საითგანაც მიუძღვის, ვერ მივყვებით, ხო? ანუ არის იგივე კინემატოგრაფია იქნება, იქნება რაღაც გარკვეული ხელოვნების ნაწილი. ნუ მეჯობა საქართველოს იყოს კონკრეტული, უფრო ალბათ სოფლიოში მასე არის, ხო? ანუ რაღაც პერიოდი დგება, რომ როდესაც გზას ირჩევ, რომ ოჯახი უნდა ვარჩინო, რაღაც ეგეთი მომენტი დგება და მატერიალურ მხარეს. ხო და მე მგონი ფილმები საერთოდ ისეთი საზოგადო რაღაცაა, რომ ყველას უყვარს. საერთოდ ჩვენ როდესაც ხალხთან მივდივართ და რაღაც თქვენ მაღაზიაში გადავიღებთ, ხალხი ძალიან წინ მოდის, იმიტომ რომ ფილმი აქვს ყველას ნანახი. და ყველას უნდა ამის ნაწილი იყოს, იმიტომ რომ ჩვენი პერსპექტივა რიზიდან გამოდის, რომ აი ჩვენ კინოვარსკვლავებს ვხედავთ და კინოვარსკვლავები მოგწონს და ეგეთი რაღაცეები და ყველას გვინდა ამის ნაწილი ვიყოთ. და ზოგადად ქალაქში მივხედავთ იმისა, რომ თქვა და არ გვაქვს რაღაც დიდი სფერო ეს კინოწარმოების, ანუ არიან რეჟისორები რაღაცა, ხალხს აქვს სურვილი და მე მოუწოდებ ბევრ ადამიანს, ვისაც კინოს გადაღება უნდა, უბრალოდ მიდით ხალხთან და ძალიან ბევრი ადამიანი წამოვა თანამშრომლობისკენ, ხო? თუმცა ტექნიკურად ძალიან რთული ამბავი ახლა ეს ასე მარტივადაც არ ჟღერს. მარტივიც არ არის, ხო და იაფის სიამოვნებაც არ არის. ხო. თავისი ისინი უნდა, მაგრამ მაინც, ხო, აი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დღეს რა კინემატოგრაფიის დემოკრატიზაცია, ხო? ანუ ყველას გვაქვს ტელეფონი. პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს პატარა ბავშვებსაც შეუძლია რაღაცა გადაიღოს. ყველაზე კარგი სწავლა კინემატოგრაფიის არის გაკეთებით, ხო? ანუ ტელეფონი აიღე და მეგობრებს გადაუყე. ანუ ეს ყველა შეუძლია, ხო? მეც მასე ვისწავლე. რამდენად წარმატებულად ვისწავლე უკვე ხალხი განსჯის, მაგრამ ხო, დასაწყისი პროცესის ფასე იყო. მარიამ, გითხარია, როგორ მიიღე შემოთავაზება ამ როლზე და როგორ მუშაობდი მასზე და რა იყო აქ სირთულე? და შენს პერსონაჟშიც მოგიყავი, რომ არ შეგაწყვეტე. სირთულეები რატო გაუსვი ხაზი? იმიტომ რომ ხა ნებისმიერი როლი არის რთული, მარტივი, რა ვიცი, არის მარტივი როლი არა, ნებისმიერი როლი რთულია, მაგრამ განსაკუთრებით აი ეს სათაური მძიმე ჟღერს და ამ მიმართულებით, ამიტომაც ასეთი იყო ჩემი კითხვა. მივესალმები თქვენს მსმენელს პირველ რიგში. ან შემოთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე რამდენიმე ფილმში ვიყავით, თანამშრომლობდით, მე და მევლუდი. იქ იყო მეორე ხარისხოვანი როლები, მაგრამ შემდეგ შემოთავაზა უკვე თავარი როლი და სირთულე იმაშია, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალია, ჩემი პერსონაჟი არის მუდამ დაძაბული, მუდამ საათს უყურებს, როდის მოვა თავისი ქმარი, არის სახლის საქმეებში ყოველთვის არ აქვს არც მუშაობის უფლება. და აი ამ რუტინაშია, ამ ყოველდღიურობაშია, რომელიც უკვე ბეზრდება და რაც შეეხება თამაშის კუთხით საკმაოდ რთული იყო სხვათა შორის, არ იყო მარტივი, იმიტომ რომ მიწევდა ისეთ რაღაცეებზე ფიქრი, აი ამ დროს რას გააკეთებდა ეს ქალი, ამ დროს როგორ იტირებდა, ამ დროს როგორ იყვირებდა და ამის მორგება მიწევდა, იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში ხა როცა გამოცდილება გაქვს რაღაცის, მარტივად ამას ასახიერებ და როცა ძალადობაზეა ეს აქცენტი და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყოთ, ანუ ეს არ გაქვს გამოცდილი და ამ დროს როგორ მოიქცევი, რას გააკეთებ საკმაოდ რთული იყო ამის მოძებნა, მაგრამ ალბათ გამომივიდა. ვიცი, ამას უკვე შეაფასებთ. სხვა მონაწილეებზეც გითხარით იმ გუნდზე, რომელიც შემოიკრიბა და როგორ შეკრიბე ეს გუნდი? ადამიანები, თანამოაზრეები. არა მარტო მსახიობებზე მაქვს საუბარი, ოპერატორი და ასე შემდეგ და მონტაჟე და ასე შემდეგ.
ოთარ ქათამაძის პროექტი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია, რომლის ფარგლებშიც გავიცანი ძალიან ისეთი შეკრული გუნდი, ოპერატორი დავით ახმაევი, ხმის ინჟინერი ნაიკო ქადიძე, ტექნიკური მენეჯერი გიორგი ჩიბურდანიძე და ისეთ კარგად ავეწყოთ, რომ კომუნიკაცია გვაქვს გუნდთან, მარტივად რო ვთქვათ, როდესაც სცენარი დავწერე, მე არც მოვიაზრებდი, რომ იმე სხვასთან გავაკეთებდი ამას პირველ რიგში შევთავაზე, ჩვენ შევიკრიბეთ და მე უთხარი რომ აი 3 დღეში გადავიღოთ და არა მეოლოდ 3 დღე არ გამოვა. გამოვა 5 დღეში. გამოვიდა 7 დღე. ჯამში. როგორც ხდება ხო? ეს მხოლოდ გადაღების პროცესი. ხო, გადაღების პროცესი. ხო და ისეთ კომუნიკაცია გვაქვს რომ მე აი ოპერატორთან როდესაც ურთიერთობა გაქვს მაგალითად როდესაც ზენდობი მე შემიძლია თქვა რომ დავით შენით მე გავდივარ, საქმეები მაქვს. რაღაც მაგდაგვარ და კი ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გუნდს დობა არის ერთმანეთში და როდესაც მით უმეტეს ჩემი მხრიდან ის არის, რომ მე უნდა ვიყო აბსოლუტურად მზად, ყველაფერთვის ყველა კითხვაზე პასუხი იყოს, რაღაც ადგილზე იძებნება, რომც რაღაცაში დარწმუნებული არ იყო, რაღაცა უნდა თქვა, რომ გუნდში არ შეევალოს რაღაცა არ ვიცი. არა, სხვათა შორის აღსანიშნავია ის, რომ ყოველთვის იცის რა უნდა, როგორი კადრი უნდა, სად რა უნდა ითქვას, წერილი აქვს ყველაფერი, მაქსიმალურად აბსოლუტურად ყველაფერი. საერთოდ ამ იცის რა აი რატო იწყებს, რატო უნდა დაამთავროს, როგორ უნდა იყოს და ყველაფერზე კონკრეტული ფილმი აქვს მოგეთ თავში. და თავისუფლებას გაძლევს რა თქმა უნდა. და ბოლო კითხვა, ეს არის ნებისმიერი ფილმი ტოვებს მთავარ გზავნილს და მესიჯს. რა იქნება ეს მთავარი გზავნილი? ანუ რისი თქმაც ფილმის ნახვამდე შეიძლება? სპოილერების გარეშე. ჩვენ სიმართლე გითხრათ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე რაღაც არ მაქვს ეს რო აი რაღაც დიდი მესიჯი დავტოვოთ და რაღაც გავლენა მოვახდინოთ. შეიძლება ვსწრები კითხვას, მაგრამ ჩვენთვის თავარი პრეროგატივა იყო რომ გადავიღოთ კარგი ფილმი. ხო, ანუ ნებისმიერი პროექტისა რომ წარმატებულად ჩატარდეს. მაყურებელი როგორც მე ჩვენ გადაღების პროცესშიც გქონდა რომ მსახიობები საერთოდ სხვანაირად აღიქვამდნენ ის რაც მე ჩაფიქრებული მქონდა. ხო, ანუ ინტერპრეტაცია ეს და არის ასეთი ფილოსოფიაში და ლიტერატურაში რომ ავტორის სიკვდილი, ხო? როდესაც ფილმი მთავრდება, იქ ჩემი ინტერპრეტაციას აზრი აღარ აქვს. ის მაყურებელი რასაც აღმოიღებს იქიდან უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის რაც მე ჩავდი იმაში. ხო? და სწორედ ასე. მაგრამ ხომ არის რაღაც რაც გინდა რომ მიიტანო მაყურებლამდე. მე რა კუთხითაც წერდი, ხო, ანუ არის ფილმი ერთ ძალადობაზე, ხო? მაგალითად და ნუ ხალი როგორ აღწევს ამ ძალადობას, ხო? ჩემთვის მაგალითად იყო რომ ეს ყველა ადამიანს აქვს თავისი დემონი, ხო? ანუ ეს იქნება სიზარმაცე, ეს იქნება რაღაც მიმართ, თქვა ზიზღი და როგორ ადამიანის ძლევს ამ დემონს. და პატარა სპოილერი რა მოხდება რომ თქვა თუ არ დაძლევს ამ დემონს, ხო? ხო, ჩემი კითხვაც ეგ იყო. ხო, აი და კონკრეტულად აი აქეთ უკვე დანარჩენი უკვე ფილმის დროს. 20-ში გაიმართება პრემიერა და რამდენად ფართო მასებისთვის ხმისაწვდომი იქნება და სად გაიმართება თუ შეიძლება ამის თქმა? ჩვენ 20-ში გვექნება შიდა პრეზენტაცია, ანუ ეს გუნდთან ასე ვთქვათ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ექსკლუზიურად გვექნება და შემდეგ უკვე ანი ნინიძის თეთრი კვადრატის ფარგლებში სატელევიზიო პრემიერა შედგება ფილმის, ასე ვთქვათ, ის ბოლოსკენ უფრო იქნება და ყველა საზოგადოებას, იმიტომ რომ თავარი არის, ანუ ფილმის გადაღებებს თუ არ გააზიარე, ხო, ფილმი არ არსებობს, ხო, უნდა ნახოს ხალხმა. წარმატებები. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა. დილის რადიოს სტუმრები იყვნენ ფილმის რეჟისორი მევლუდ საბაშვილი და ჟურნალისტი მარიამ ხითარიშვილი, ძალადობის მსხვერპლი ქალის როლის შემსრულებელი ფილმში. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით, რადიო მსმენელთან დაბრუნდებით მალე, დაგველოდეთ. დაუბრუნდით ეთერში, შევახსენოთ მაყურებლებს, რომ თქვენ უყურებთ დილის ტალღას და ჩვენამ გადაცემის წამყვანები ანა შემოძე და დემეტრე ზოიძე ვართ. ახლა კი ჩვენი კოლეგა ანა ჟეჟეძე უნდა შემოგვერთეს საინტერესო შემოქმედებითი ჩართვით, ასე ვთქვათ, გამოფენა ფერადი მოგზაურობა სწორედ ამ სივრციდან უნდა შემოგვერთეს ანა დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. დილა მშვიდობისა, დემი ანა, მივესალმები.
დილამშვიდობისა მივესალმები დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, ყველას ენერგიულ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ჩვენ ახლა აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ვიმყოფებით, სადაც დღეს პირველი საათიდან გაიმართება გამოფენა ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა ფერადი მოგზაურობა. დღეს ახლა საშუალება გვაქვს რომ დავათვალიეროთ აქ არსებული ნამუშევრები და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლია რომ მოვიდეს აქ და სასიამოვნოთ და დადებითი ემოციების ქვეშ გაატაროს დღევანდელი დღე. ჩვენთან ერთად დილიდან იმყოფება ქეთევან გოშხეთელიანი შეპესე განათლება სკოლა იმედის დირექტორი, სწორედ ამ სკოლაში არსებული ხატვის წრე პალიტრას მოსწავლეების ნამუშევრები არის აქ. მათი პედაგოგი გახლავთ უნიჭიერესი მხატვარი ანა ჭყონია. მე პირადად ამ ნამუშევრებს რომ ვუყურებ, მგონია რომ უკვე დიდი ჩამოყალიბებული მხატვრების ნამუშევრებია, თუმცა არა, ეს ნამუშევრები შესრულებულია დაწყებითი კლასის მოსწავლეების მიერ. აქ ნახავთ მეხუთე, მეექვსე კლასის მოსწავლეების ნამუშევრებსაც. დილამშვიდობის აქ ალბათონო ქეთევან. მოდი სანამ კარგად და დეტალურად დავათვალიერებთ ამ ნამუშევრებს, გითხარით ხატვის წრის შესახებ, რამდენი ხანია რაც არსებობს და რამდენი მოსწავლე სწავლობს. მოგესალმებით, ძალიან დიდი სიყვარულით. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ დილის ტალღის რედაქციას რომ დაინტერესდით ამ საკითხით და დღეს ფართოდ გაშუქდება ეს საკითხი აჭარის რეგიონისათვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს პარტნიორს, ერთგულ პარტნიორს თანაც, რომელთანაც არაერთი თქვათ პარტნიორული საქმიანობა განხორციელებულა ქალბატონ თამარს. დიდი მადლობა მას ასევე დაინტერესებისათვის, დარბაზის დათმობისათვის, დახმარებისათვის. რაც შეეხება ჩვენ კლუბს, კლუბი პალიტრა არსებობს სკოლა განათლება იმედთან, ითვლის სულ 6-ოდე წელიწადს. მასში გაერთიანებულია დაახლოებით 80-ზე მეტი ბავშვი. სკოლის მოსწავლეებთან ერთად არიან სხვა სკოლებიდანაც მონაწილეები. საოცრება ხდება იმ პატარა ოთახში, სადაც ბავშვები მუშაობენ. 5 წლიდან დაწყებული ბავშვები არიან 12 წლის ჩათვლით. აი ესეთ საოცარი ფერთა გამა არის მათ მიერ შექმნილი. ხელმძღვანელი გახლავთ უნიჭიერესი მხატვარი ანა ჭყონია, რომელიც ასევე გახანგრძლივებულ დღის ჯგუფში, დღის მეორე ნახევარში რომ მიმდინარეობს სკოლაში, იქ ასწავლის დამატებით ხატვას. რამდენად ხშირად აწყობთ თქვათ მსგავსი ტიპის გამოფენებს, ამასაც რომ ვისაუბროთ, რამდენად ხშირად აქვთ პატარებს, ნორჩ მხატვრებს იმის საშუალება, რომ ესე გამოფინონ თავიანთი ნამუშევრები? ოფიციალურად გამოფენა იმართება წელიწადში 2 ჯერ. ეს რიგით მე-6 თუ მე-7 გამოფენა არის უკვე. ძალიან დიდი მადლობა და მე წარმატებებს გისურვებთ. ეხლა მინდა გადავიდე თამარ მესხიძესთან, სასახლის დირექტორთან, დილამშვიდობისა, ქალბატონო თამარ. მოდი ვისაუბროთ უშუალოდ უკვე დროებზე. მე როგორც ვიცი, ოფიციალურად პირველი საათიდან შეეძლებათ დამთვალიერებელს აქ მოსვლა. სადამდე იქნება და რამდენი ხანი გაგრძელდება? ძალიან დიდი მადლობა თქვენიც ასევე დაინტერესებისათვის, ყურადღებისათვის და მუდმივი მხარდაჭერისათვის მსგავს პროექტებში. დღეს გამოფენა გაიხსნება პირველ საათზე და გაგრძელდება 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგ უკვე გეგმის მიხედვით მოხდება აი ამ მოსწავლეების დაჯილდოება. ხედავთ თქვენ ულამაზესი გარემო შეგვიქმნეს, განწყობა შესაფერისია, ამინდი შესაფერისი და მე მინდა მათ წარმატებები ვისურვო და შემოქმედებითი წინსვლა. ძალიან დიდი მადლობა ამ პატარებს, ამ ჩვენი ამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, აი ამ სივრცის გალამაზებისათვის ჩვენ არ უჩივით ნიჭიერ და ჭკვიან ბავშვებს, მაგრამ ყოველთვის ვართ მუდმივად მხარდაჭერები და მათი გვერდში მდგომები. ძალიან დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებსაც ასევე. კი ბატონო და ალბათ ორმაგად სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ეს ნამუშევრები პირველი, მეორე, მესამე კლასის შექმნილია და რა ვიცი, მე პირადად მართლაც რომ ხედავ, მგონია რომ უკვე ჩამოყალიბებულმა მხატვრებმა დახატეს. ეს ალბათ რა თქმა უნდა უკვე პედაგოგის დამსახურებაცაა ნამდვილად. ხალხთა შორის ტრადიციულად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ეს წრეები მუშაობს და დღევანდელი ნამუშევრები, რომლებიც იქნება უკვე დამთვალიერებლების წინაშე წარმოდგენილი, ძალიან დიდ ყურადღებას გამოიწვევს, იმიტომ რომ აი თემატიკა არის ძალიან ნაირფეროვანი, ისევე როგორც ფერები, აქ წარმოდგენილი ფერები და ძალიან აღფრთოვანებული ვართ მართლაც.
მე ვფიქრობ სათაურით ძალიან უხდება ნამდვილად ფერადი მოგზაურობა ელოდება აქ მოსულ სტუმრებს. მოკლედ დღეს არაჩვეულებრივი ამინდია, მზიანი დღე გვაქვს, ასე რომ თუ დღეს არ დაგიგეგმავთ, თუ რა უნდა გააკეთოთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ აქ და ესე ვთქვათ ბავშვთა სამყაროში გაატაროთ დღე ძალიან სასიამოვნოდ და პოზიტიურად. შეგახსენებთ, რომ პირველი საათიდან უკვე შეგიძლიათ მობრძანდეთ აქ და ისიამოვნოთ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. მე ამით დაგემშვიდობებით ანა დემე. მადლობა. ცოტა ხნით ცოტაში კვლავ შემოგერთდებით. მადლობა ფერადი სამყაროდან გვერდებოდა ანი, მართლაც როგორც თავად აღნიშნა, პროფესიონალურ ნახატებს გავდა და არა ბავშვების ბავშვების აი როგორ ნიჭიერი თაობა მოდის. პრინციპში ნახატები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ საგამოფენო სივრცეში ნახეთ, ბევრად მეტია, ვიდრე ფურცელზე გადატანილი ფერები. ეს არის ბავშვების ხედვა სამყაროზე, მათი ემოციები, ოცნებები, შთაბეჭდილებები და დღეს სტუდიაში ჩვენ სტუმართან ერთად სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, რას ხატავენ ბავშვები თანამედროვე მსოფლიოში, როგორ იცვლება მათი შემოქმედებითი ენა და რას გვიყვებიან ისინი საკუთარ ნამუშევრებზე. უკვე სტუმარი ჩვენთან ერთადაა თაკო მასალკინი, საბავშვო ბაღის პედაგოგი. დილამშვიდობისა თაკო, მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ საუბარი. რამდენად არის სწორი ის აღქმა, რომ აი ბავშვი ყოველთვის გამოხატავს საკუთარ შინაგან სამყაროს, საკუთარ შინაგან ხედვას, განწყობას, ემოციას ფურცელზე ნახატების სახით? ძალიან სწორი შეფასება, იმიტომ რომ ბავშვები იშვიათად ტყუიან და იშვიათად არ არიან ხოლმე გულწრფელები. ნებისმიერ თავიანთ ქმედებაში ეს იქნება საუბარი, ქათინაურსაც ხო ვამბობთ ხოლმე, რომ აი ბავშვი რო გეტყვის, ესე იგი მართალი. ხატვაშიც ეგრეა, ბავშვები ან უფროსებს გვაქვს ხოლმე რაღაც აი გარედან მიღებული დამოკიდებულებები, რომლებსაც ვცდილობთ რომ გამოდავიტანოთ ნამუშევარში, რაღაცა თანამედროვე ტენდენციები შეიძლება შეგნებულად ჩავრთოთ, რომ გააზრებულად დავხატოთ, შევყროს ყურადღება, შეიძლება რაღაც სხვადასხვა უნარები შევგავერთოთ და დავხვეწოთ ისე რომ აი მიიპყროს მოკლედ ყურადღება. ბავშვები ამას აბსოლუტურად გულწრფელად აკეთებენ და თუ მათი ნამუშევარი ესე ვთქვათ მოგწონს, უნდა ვიცოდეს რომ ეს მისი ესე ვთქვათ შინაგანი სამყაროდან წამოსული ემოციებია აბსოლუტურად გულწრფელი. ამიტომ იყენებენ ძალიან ხშირად ბავშვებთან არტ-თერაპიულ მიდგომას. ხო მე არ ვარ არტ-თერაპევტი, მაგრამ აი ბავშვების ნამუშევრები იმდენად გულწრფელია, რომ აი არტ-თერაპიული არტ-თერაპევტის მუშაობა მათთან ბავშვთა ფსიქოლოგიების აიხსნა ბავშვთან გაქვთ შეხება ზოგადად საინტერესოა აი მაგალითად ფერებით, აი რაიმე მინიშნებებით თუ გქონიათ გამოცდილება რომ აი რაღაცა მინიშნებას გაძლევთ ბავშვი როდესაც ხატავს და ვერ ამბობს სიტყვებით და უბრალოდ ნახატში ჩანს ეს ემოცია. თუ გქონიათ თქვენ ესეთ შემთხვევა? კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ მე არტ-თერაპევტი არა ვარ და თუმცა გამოცდილება და ეს ყველაფერი თავისთავად შემიძლია ხოლმე ვივარაუდაშებ და ფსიქოლოგთან გავიარო კონსულტაციები, როცა რაიმე არ მომწონს ან მაფიქრებს ბავშვების ნამუშევრებში. როგორც წესი, ეს არ არის თქვი, რომ ბავშვების ნამუშევრები ფერადი, ლაღი, ცისარტყელები, იუნიკორნები. მე იმასაკის ბავშვებთან, სადაც მე ვმუშაობ ამ თემზე, საბავშვო ბაღს თulis ხო. ეს არის აქტუალური. თუ კი ხშირად იყენებს ბავშვი შავ მუქ ფერებს, ან საერთოდ არ იყენებს ფერებს, ყოველთვიურად ჩემს პრაქტიკაში ესეთი ეს ყოველთვის საგანგაშო არ არის, თუმცა ჩემი მხრიდან დაფიქრებას მაინც აუცილებელია, რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება და გავიარო კონსულტაციები. როგორც წესი, ძალიან უყვართ ბავშვებს ხატვა, არასოდეს არ სჭირდებათ დაძალება, არიან ხოლმე ბავშვები იშვიათად, თუმცა როცა აი ჩვენ ვთხოვთ ხოლმე რომ დახატონ, აქვთ აი ვისაც თავჯერებულობა აკლია, ბევრ უნარის ასე გადის ხო ხატვა, იმიტომ რომ აი ხანდახან არ ხატავენ, იმიტომ რომ ნატიფი მოტორიკა არ აქვს, განვითარებული ფანქრის და საწერკალმის ან ფლომასტერის ჭერა არ გამოსდით და ეთმაც თავჯერებულობას ესე ვერ ამყარებს. ჩვენ ამაში ვეხმარებით ხოლმე. ხშირად არის აი არ ვიცი, უფროსი დედმამიშვილის ფაქტორი, ისინი უკეთესად ხატავენ და მათი ნამუშევრები მათ ფონზე არ მიაჩნიათ სათანადოდ კარგად და ამის გამო არ ხატავენ. კი, ან ყოფილა ეგეთი პრაქტიკები. ან მასწავლებელი რო დაფაზე მაგალითად რაღაცას დაუხატავს, თვითონ რო ანალოგიურს ვერ გადახატავს, ამის გამო დაუქვეითად თვითშეფასება. ძალიან სენსიტიურია, მოკლედ მათთან. თაობები იცვლება და პრინციპში ყველა თაობა რაღაც თავისი ხედვით უნიკალურია და სხვანაირია. შესაბამისად, აი ჩვენ სხვანაირი ბავშვები ვიყავით, ახალი ბავშვები სხვანაირები არიან. თქვენ თუ გახსენდებათ თქვენ
თქვენი მიდგომა თქვენ და თქვენი და იყო რაღაც შემოქმედებითები ხართ ბავშვობიდან რაღაცა ხელოვნებით ხართ გატაცებული და დარწმუნებული ვარ თქვენ ბავშვობაში გქონდათ გამოცდილება და რაღაც ნახატებს ქმნიდით. თუ შეგიძლიათ რომ შეადაროთ აი თაობების მიხედვით დღევანდელი თანამედროვე ბავშვის გადმოტანილი სამყარო ფურცელზე როგორია და როგორი იყო თუნდაც ჩვენი ბავშვობის თაობა. ძალიან საინტერესოა დღევანდელი ბავშვების ნამუშევრებზე დაკვირვება, ზუსტად იმიტომ რომ ხატვა ეხმარება ბავშვებს გარეშე სამყაროსთან კომუნიკაციაში. რაც უფრო, ესე ვთქვათ, კარგი კომუნიკაცია აქვს, რაც უფრო ჯანსაღი, რაც უფრო მეტს იღებს ბავშვის სამყაროდან ნამუშევრებშიც აბსოლუტურად ყველაფერი გადმოაცხადებს. რაც უფრო სუხეა, ნახატი, ფერადი და ასე შემდეგ, მით უფრო მეტს იღებს სამყაროსთან ბავშვი, ხო? მით უფრო განვითარებულია მისი გონება. ხო, წარმოსახვის უნარი. აი, ხატვაზე შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო, რა შეეხმარება ბავშვს, მაგალითად პრობლემის გადაჭრაში. აი დასკულის ხონთ მაგალითად აი თუნდაც როცა ხატვის მასწავლებელი ბავშვს ასწავლის რომ სხვადასხვა ხერხების გამოყენება შეიძლება ერთი და იგივე შედეგთან მისასვლელად ან როცა კომპოზიციის განაწილებაზე ვსაუბრობთ ახლა სამ წლიან ბავშვებთან ბუნებრივი ამაზე არ ვსაუბრობთ მაგრამ ხატვა ისწავლება და ისწავლება შემდეგ სკოლაშიც და ასე შემდეგ ანუ როცა მაგალითად ვასწავლით სად არის ცეთ ანუ სამყაროს მოდელს შეუძლია შექმნას ფურცელზე და მიხვდეს რომ სადღაც არის ცენტრი სადღაც არის ანუ ვისაც უჭირს ამის ესე ვთქვათ სამყაროში პირდაპირ ახმა ხატვა, ფურცელი, ფუნჯი, ფანქარი ძალიან ეხმარება იმაში რომ ეს ყველაფერი გადატანითი მნიშვნელობით აქ გადაიტანოს, გაიაზროს და შემდეგ მისი სამყაროსადმი ახმა გაძლიერდეს. ჩემ ბავშვობაში ან ჩემი დის, რომელიც მხატვარი ასევე ბუნებრივია რომ აქტუალური იყო ის გარემო და ცხოვრება, რაც რეალურად ჩვენს ირგვლივ იყო. ხატავდით კოკა-კოლას, როცა პირველად გავსინჯეთ ან რაღაც. მოკლედ, ეხლანდელი ბავშვებიც, აი ამით ბავშვები ყოველთვის გვანან, ანუ ის რაც ახალია მათთვის, ის საიდანაც ყველაზე დიდი ენერგეტიკა მიიღეს, ის რამაც მათ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, ამის ხატვა ყოველთვის აქტუალური იყო ბავშვებში. უბრალოდ იცვლება თემები, ჩვენთვის რაც იყო აქტუალური, ბუნებრივია იმ ბავშვებს უკვე. აი, რაღაცა ესეთი გამოცდილება თუ გაქვთ, რომ მაგალითად ბავშვის ემოციური ფონი შესაძლოა ცოტა ესეთი იყოს, დათრგუნული და ეს რაღაცნაირად ნახატით გამოხატა და თქვენ ეს იგრძენით და ის რაც სიტყვით ვერ თქვა, ნახატში გითხრათ. მიზანი მართლად დაუხატავს ბავშვს ჩემთვის რომ მე მივხვდარიყავი რა პრობლემა ჰქონდა. ისე რომ მე ჩემი თამომეკითხა, ხა ძალიან კი მინდა რომ ეს დავიბრალო რომ ესე შემიძლია. ანუ ამიღია ეჭვი და გამივლია ფსიქოლოგთან კონსულტაციები და ეს ძალიან ეს დედებსაც შეგვიძლია. იმიტომ რომ ხო, აი ბავშვების ნამუშევრებთან ვისაც ხშირად გვაქვს შეხება, როცა ვაკვირდებით რა ტენდენციები იკითხება და მე უცებ რაღაც ისე არ მოგხვდება თვალში რაც ბუნებრივი იყო იქამდე, ბუნებრივი ამას შეგვიძლია ეჭვი მივიღოთ. ჩემთვის მაგალითად ბავშვები, რადგან მე ხშირად ბაღში როგორც ხელოვნების მასწავლებელი, ისე შევდივარ ხოლმე ჯგუფებში, ბავშვები უკვე ხანდახან ველაპარაკებიან პატარა ჩანახატით. მაგალითად, ქონდა ბავშვს რაღაც სირთულე და ვერ ამბობდა, ერიდებოდა, ეშინოდა, არ ვიცი, მოკლედ, რატომ ვერ გაბედა ამის თქმა და სადაც ვიტყვა, რომ მე ესეთი პირველყოფილი ადამიანების სტიგმენების ან რაღაცა არ ვიცი, ბევრ რაღაცას გავს ახლა დღეს ეს უბრალოდ არ არის ახლანდელი ბავშვებისთვის ესე ხატვა, ანუ მიზანმიმართულად გაამარტივა თავისი ხელწერა და დამიხატა თავისი პრობლემა, მიამბო თავისი პრობლემის შესახებ რაღაცა 7 სკეჩისგან და ბუნებრივია ამოვიკითხე, ხა იქ არის კორთული და ძალიან მომეწონა რომ ესეც მიგნებაა, ხო? ხანდახან ვერ ვაკვირდი რეალურად ამასაც ვასწავლით ბავშვებს, რომ ხატვა თავდაპირველად პირველყოფილმა ადამიანებმა იმიტომ დაიწყეს, რომ წერა არ იცოდნენ. ამას რომ ვეუბნები, წერა არ იცოდნენ და ხატვა. მოკლედ ესე დავსვამ შეკითხვას. შენ რადგან მიაგენი ამ ბავშვს ესე ვთქვათ პრობლემას, რომელიც ბავშვმა ნახატში გადმოიტანა, შენი გამოცდილებით რო გითხრა, იმ მშობლები, ვინც სახლში ახსენე მუქი ტონებსაც იყენებენ ხშირად ბავშვები პრობლემების დროს და აი გაგვიზიარე ეს ამბები, როგორ ამოიცნოს მშობელმა შენი გამოცდილებით რა თქმა უნდა. არ მინდა რომ მოვახდინოს სტიგმატიზება მუქფერებზე ან თქვა დაზუსტებით რომ ძალიან ცუდია თუ მუქფერი აბსოლუტურად ბუნებრივია ყველაფერის გამოყენება ეს შეიძლება ბავშვობიდან მისწრაფება იყოს ამ ფერების მიმართ თუმცა თუ კი ბავშვი როგორც ხატავდა მისთვის ბუნებრივი რაც იყო იმ ფერებიდან უცებ რადიკალურად იცვლის ფერთა გამას ან უცებ
შეიძლება ეგეც ნორმალური იყოს და უბრალოდ შეიცვალოს. უბრალოდ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ასეთ დროს ყოველთვის საჭიროა, რომ ან ართ-თერაპევტთან, ან ფსიქოლოგთან სპეციალისტს მიმართოთ. თაკო ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ბოლოს რაღაცა რეზიუმე გავაკეთოთ და ვუთხრათ მშობლებს თუ რატომ არის აუცილებელი და რატომ არის ასე კარგი რომ ბავშვებმა ხატა. პირველ რიგში ჩემი აზრით, იმიტომ რომ როგორც წეგანა უღვნიშნეთ, კომუნიკაციას აძლიერებს სამყაროსთან. ეს დღევანდელ თაობას განსაკუთრებულად სჭირდება. ისე როგორც არც ერთ სხვა თაობას ალბათ ძალიან ავითარებს შემოქმედებითობას, ძალიან ზრდის და აყალიბებს ბავშვში ისეთ უნარებს, რომლებიც სამომავლოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან გამოადგებათ. ხშირად აი წერაზე და კითხვაზე უკეთესია ბავშვი ხატავდეს იქამდე სანამ სკოლაში მივა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე სწავლობენ კომუნიკაციის ახალ ხერხებს და ჩემი აზრით ესეც ძალიან ეხმარება ჩემს ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. თაკო მასალკინა ბაღის პედაგოგი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ კი პრინციპში დრო არის უკვე საინფორმაციო გადაცემას შევეხმიანოთ. სოფო ხელაძე ყავს პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ ახალი ამბების დრო მოვიდა აჭარის ტელევიზიაზე. სოფო დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ახალ ამბებს მოგიყვები ზუსტად 10 საათისთვის. გისმენთ. დღეს ევროპის დღე აღინიშნება, თარიღთან დაკავშირებით დედაქალაქში ევროკავშირის საელჩო ღონისძიებას გამართავს. დაგეგმილია გამოფენები, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გაეცნონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს. ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. დღის ბოლოს კი ევროპის მოედანზე მარში გაიმართება, აქციის სლოგანია „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“. ცნობილია რომ აქციას უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. საქართველოსდან 700.000 ადამიანი წავიდა ომში, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკერაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა. ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კი კვირის პარკში შეიკრიბება. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეამკობენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამარჯვების დღის მილოცვის წერილს აქვეყნებს, რომელსაც თან დაურთო 1945 წელს ფრონტის ხაზიდან გამოგზავნილი ბაბუის წერილი. საქართველოსთან გამარჯვებამდე მიმავალ ბრძოლის ველზე 300.000 ადამიანი დაიცა, რითაც მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით ყველაზე დიდი დანაკარგი მივიღეთ. ეს ფასი ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიხადეთ. თავის განცხადებაში შალვა პაპუაშვილის შეეხო ღიავანდელობას და აღნიშნა, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს არასწორი შეხედულებები აქვთ. 80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველო. მკითხულობ პაპუაშვილის განცხადებაში. საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, ეხმაურება ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ წარმოდგენას და მას ღვთის მგმობელს უწოდებს. განცხადებაში საპატრიარქო მოუწოდებს ავტორებს სინანულისაკენ და შეახსენებს, რომ ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი შეუნანებლობის შემთხვევაში საეკლესიო სასჯელის სახით ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება. სავარაუდოდ განცხადება ეხება რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს ლიბერტე. ანონსში მითითებულია, რომ სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან და აკრძალულია გადაღება, თუმცა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სპექტაკლიდან ერთწუთიანი მონაკვეთი გავრცელდა. გუშინ სამეფო უბნის თეატრთან აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეები თეატრის რელიგიური გზნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. რომის ახალ პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი. მისი სახელი როგორც რომის 267 პაპის ლეო მე-14 დასახელდა. პაპმა ლეო მე-14-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა. ერთად უნდა ვეცადოთ ვეძიოთ თუ როგორ ვიყოთ მისიონერული ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს, ერთად ვილოცოთ ამ ახალი
მისიისთვის, მთლიანად ეკლესიისთვის და მშვიდობის მთელ მსოფლიოში. ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა. მედის ინფორმაციით რობერტ ფრენსის პრევოსი ჩიკაგოში დაიბადა და მრავალი წელი გაატარა მისიონერად პერუში. საქართველოს პრეზიდენტი რობერტ ფრანცის პრევოს რომის პაპად არჩევას ულოცავს, როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ევროპელ ლიდერებს დღეს უკრაინაში ელოდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ დელეგატები უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით მიიწვია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობისა და სიმტკიცის დემონსტრირებისკენ მოუწოდა. ევროკავშირი უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიას 1 მილიარდ ევროს გადასცემს. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა გააფრთხილა, ევროკავშირის ლიდერები არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის ახლომს. ფაშისტზე გამარჯვების მე-80 წლის თავის აღსანიშნავად მოსკოვში მიწვეული არის სერბეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ლიდერები. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით მოლაპარაკებების დროს რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ზედმეტად დიდია. JD Vance-ის თქმით, რუსეთს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ მას იმ ტერიტორიებს გადასცემენ, რომლებიც მას ჯერ არც კი დაუპყრია. Fox News-თან ინტერვიუში ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის აღქმით ისინი ომში იმარჯვებენ. დაამატა, რომ უკრაინელი გზავის მიღწევა სურს, რადგან ბოლო რამდენიმე თვე მათთვის მარტივი არ იყო. JD Vance-ის თქმით, შეერთებულ შტატებს არ სურს უკრაინის მარცხი. როგორც Vance-მა აღნიშნა, პროგრესია ის, რომ რუსეთი და უკრაინა მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და სთავაზობენ კონკრეტულ სამშვიდობო გეგმებს. თუმცა ასევე განაცხადა, რომ ამერიკა გავა მოლაპარაკებებიდან იმ შემთხვევაში, თუ გაიგებს, რომ რუსები არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში ან არ იქცევიან გულწრფელად. Ursula von der Leyenis განცხადებით ის მიესალმება და მხარს უჭერს 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტავს. ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტთან კარგი საუბარი ჰქონდა. აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება და ხელს შეუწყობს სამართლიან ხანგრძლივ და ყოვლის მომცველ მშვიდობას. ბათუმი დღეიდან 3 დღის განმავლობაში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას უმასპინძლებს. რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა შერატონში ოფიციალურად გაიხსნება. წელს მასში 6 ქვეყნის 90 ტურისტული კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე ტრადიციულად 4 სეზონის იმიტაციით წარმოდგენილი იქნება ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. შესაბამისად, გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში გაეცნონ აჭარას, როგორც ზღვის, ისე მთის კურორტს. საერთაშორისო გამოფენა კომპანია Expo ბათუმის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობაა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისათვის. პირდაპირ ეთერში ზუსტად 12 საათზე დაბრუნდებით. მანამდე კი ტრადიციულად დილის ტალღას ვუერთდებით ისევ. მადლობა სოფო, ორშაბათამდე გემშვიდობები. ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთთ და თქვენ უყურებთ. გადაცემა დილის ტალღას სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა კი ვნახოთ გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი და მალე დავუბრუნდებით. გადაცემის მესამე ნაწილში 9-დან 11 მაისის ჩათვლით Expo ბათუმის ორგანიზებით ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 გამოფენა ჩატარდება. დეტალებს საგამოფენო სივრციდან პირდაპირ ჩართვაში გავიგებთ. და ბოლოს ფასტიბუბუს საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება რა ელოდებათ საღამოზე მისულ სტუმრებს და როგორია მუსიკალური შოუს სამზადისი. ამას სტუდიაში სტუმრებთან ერთად გავიგებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით ეთერში და ეხლა როგორც დაკვირდით, ჩვენს კოლეგა ანა ჟორჟაძეს უნდა შევეხმიანოთ, რომელიც იმყოფება გამოფენაზე, ვნახოთ, აღარ ვიტყვით, მოკლედ სად იმყოფება, სად არის და რა ხდება მის თავს, ყველაფერს დეტალურად თვითონ გვეტყვის ანა. დილამშვიდობისა, უკვე ხმაური შემოდის ყურში რაღაცა ხალხ-მრავალ ადგილას იმყოფება. დილამშვიდობისა. ტრადიციული ჩართვა, რომელიც კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე ანა, მივესალმები. გისმენთ ანა. გისმენთ ანა.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით ილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვიერთდა. დღეიდან 3 დღის განმავლობაში 9 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ექსპო ბათუმის ორგანიზებით ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ჩვენ ახლა სწორედ ამ სივრცეში ვიმყოფებით, სადაც ამ წუთებში მზადება მიმდინარეობს. 11 საათიდან უკვე საშუალება ექნებათ ადამიანებს დამთვალიერებლებს, რომ მოვიდნენ აქ. ჩვენთან ერთად დილიდან იმყოფება ექსპო ბათუმის ივენთ მენეჯერი მაგდა პაქსაძე და სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ წლევანდელ გამოფენაზე. დილო მშვიდობისა, მაგდა. მშვიდობისა, მივესალმებით ტელემაყურებელს. დიახ, ბათუმი უკვე მე-16-ად მასპინძლობს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ეს ყველაფერი. წინ ძალიან საინტერესო ღონისძიება გელოდებათ. 11 საათზე უკვე ოფიციალურად გავიხსნებით. აქ დაგხვდებათ საქართველოს თითქმის ყველა კუთხე, წარმოდგენილი იქნებიან თავიანთი კერძებით, ასევე ნაქარგებობა გვექნება, ხეზერეწვის მასტერკლასიც იქნება, ქარგვის მასტერკლასიც იქნება და ვფიქრობთ, რომ 3 დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო იქნება ვიზიტორებისთვის. მაგდა, როგორც ვიცი, 90 დაახლოებით 90 კომპანია იღებს მონაწილეობას 6 ქვეყნიდან. ამაზე რომ ვისაუბროთ, წლიდან წლამდე რამდენად გაიზარდა მასშტაბები და რამდენად იზრდება ზოგადად მონაწილეთა რაოდენობა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე ინტერესი იზრდება. მონაწილეებიც განსაკუთრებით ემზადებიან. წელს დიახ 90 კომპანიაა წარმოდგენილი და 50 საგამოფენო სტენდია, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან როდესაც მოთხოვნა მეტია, ჩვენც რა თქმა უნდა უფრო დიდი мотивაციით ვემზადებით, რომ საინტერესო და კარგი ღონისძიება შევთავაზოთ მათ. მაგდა, თან მოდი დავათვალიეროთ სივრცე ვიაროთ იმისთვის, რომ მაყურებელს ჰქონდეს შესაძლებლობა და ნახოს თუ რა დახვდება აქ უკვე 11 საათიდან. მაგდა, ზოგადად ამ ყველაფრის მიზანი სწორედ არის ის, რომ ტურისტული კომპანიები გააერთიანონ, გაცვალონ სხვადასხვა ესე ვთქვათ იდეები, ინოვაციური სერვისები. აი ამ ხრივ ადამიანები, ის კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია უკვე იღებენ მონაწილეობას და წლიდან წლამდე უკვე აქტიურად არიან აქ, რა გამოხმაურება აქვს, რა უკავშირი აქვს, რამდენად შეიცვალა, ასე ვთქვათ, მათი კომპანია უკვე ამ გამოფენაში მონაწილეობით. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, როდესაც კომპანია უკვე 10-ჯერ მონაწილეობს და კიდევ აქვს სურვილი და გვეუბნება იმას, რომ ძალიან გვიხარია მაისისთვის დადგომა, რადგან მაისში ვიცით, რომ არის ტურიზმის ექსპო. კი, აქ უამრავი მემორანდუმი გაფორმდა თანამშრომლობის, ასევე წელს გვაქვს სიახლე და B2B ბიზნეს შეხვედრები გაიმართება ხვალ, სადაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება შეხვდეს სხვადასხვა კომპანიას და სამომავლო ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. ღონისძიების მიზანით სწორედ ეს გახლავთ, რომ ხელი შეუწყოს სერვისებისა და პროდუქციის პრეზენტირებას და სამომავლოდ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მასტერკლასებზეც რო ვისაუბროთ, უშუალოდ რა სახის საინფორმაციო შეხვედრები იქნება და რა სახის მასტერკლასი? ხეზერეწვის მასტერკლასი გვექნება, ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი გვექნება, თიხის ძერწვის მასტერკლასი გვექნება და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენი ტრადიციები და კულტურა გავაცოცხლოთ და ადგილზე გქონდეს პრაქტიკულად ამ ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა. ნამდვილად, მოკლედ ის, რომ 16 წელია უკვე ეს გამოფენა აქტიურად მიმდინარეობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ძალიან დიდ და სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ და ეს გამოფენა ნამდვილად დადებითად მოქმედებს სხვადასხვა კომპანიებისთვის, წარმატებებს გისურვებთ, მაგდა და მე მინდა გადავინაცვლო ახლა ერთ-ერთ მონაწილესთან, რომელიც როგორც ვიცი, პირველად არ არის და როგორც კადრს მიღმა უკვე გავიგე, რაც არსებობს ეს გამოფენა უკვე იმ დროიდან თითქმის 16 წელია იღებთ მონაწილეობას. გაგვეცანით ჯერ მოდი მაყურებელს რო გაიცნოთ, რას წარმოადგენთ და მე უკვე მოგესალმებით, ჩვენ წარმოვიდგენთ ქობულეთის მუნიციპალიტეტს, მერის წარმომადგენლები ვართ და ქობულეთის ტურისტულ პროდუქტთან ერთად ჩვენი კუთხესთვის დამახასიათებელ ტკბილეულით უმასპინძლებით გამოფენის სტუმრებს და ვიზიტორებს. ამ წლების მანძილზე თქვენ უკვე დააგროვებდით გამოცდილებას და როგორც მონაწილემ რო გაგვიზიაროთ, უკავშირი აი წლიდან წლამდე რა იცვლება თქვენს კომპანიაში, როდესაც მოდიხართ აქ, ეცნობით სხვადასხვა ადამიანებს, რამდენად შეიძინეთ, ვთქვათ, ის ბიზნეს პარტნიორები, რამდენად განახლდა, ესე ვთქვათ, თქვენი ურთიერთობები, რამდენად განვითარდა კომპანია? ჩვენ კომპანიას არ წარმოადგენთ, მუნიციპალიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად ცნობადობა იზრდება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის და ჩვენი თვითმიზანიც ეს არის, რომ გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, წლიდან წლამდე ახალი მონაწილეებიც ემატება გამოფენას და რა თქმა უნდა, ჩვენც ყოველ წელს ახალ ქვეყანას უმოგებდობით, ახალ დამეგობრებულ ქალაქები გვემატება, ამ გამოფენის წვლილიც არის, რა თქმა უნდა, ამ საქმეში.
ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ დღეიდან უკვე შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ და 11 მაისის ჩათვლით მოკლედ მოხვიდეთ. ნამდვილად სასარგებლო და კარგი საქმეები კეთდება აქ, ასე რომ არაჩვეულებრივი შანსია სხვა პარტნიორების შესაძენად, ახალი კონტაქტებისთვის, მეგობრებისთვის. მოკლედ ამით გემშვიდობებით უკვე ბედნიერ დღეს გისურვებთ. მადლობა ანი, მადლობა გემშვიდობებით, უკვე აქ შევხვდებით ტელევიზიაში, ჩვენ კი ჯადოსნური ამბით ვაგრძელებთ გადაცემას. ბასტი ბუბუ 10 მაისს 33 წლის ხდება ამ თარიღთან დაკავშირებით კი ღონისძიებებია დაგეგმილი. ბასტი ბუბუ ხომ სწორედ ის ადგილი და სივრცეა, რომელიც ბავშვებს ბედნიერ ტკბილ და ფერად სამყაროს ჩუქნის. საინტერესო რას გეგმავს ამ თარიღთან დაკავშირებით ბასტი ბუბუ და როგორია მუსიკალური შოუს სამზადისი. ამას თუნებთან ერთად გავიგებთ, რამდენიმე წამში არ გადავდოთ. დილის ტალღის სტუმრები არიან ბასტი ბუბუს ბათუმის სტუდიის ხელმძღვანელი ჯული ნემსაძე და ასევე მუსიკის პედაგოგი სალომე ხარაბაძე და ასევე ულამაზესი ანიკა წარმომადგენელი ბასტი ბუბუს. დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმრები და მოდი დავიწყოთ ჯულით. როგორია სამზადისი პროცესი, დეტალები რო გაგვიზიაროთ, გაუზიაროთ მაყურებელს, რა ხდება, როგორ ხდება და უკვე მუსიკალური კუთხით გავესაუბრებით პედაგოგს. მოგესალმებით პირველ რიგში. ბასტი ბუბუ 10 მაისს 33 წლის ხდება, ალბათ ამეწმებით, რომ არ არის პატარა ციფრები და აღსანიშნავია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბასტი ბუბუ არის პირველი ქართული საბავშვო ბრენდი. და ის წლებია უკვე წარმატებულად და მრავალ წელს გაუძლო ნამდვილად ბავშვების სამსახურში. ბასტი ბუბუ მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი საბავშვო ჰიტი შექმნა და დარბაზში მოსული სტუმარი, აი მიუხედავად ასაკისა, ყველა მღერის და ეს ძალიან სასიამოვნოა და მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ასევე ჩვენთვის. ესე იგი, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება დაიგეგმა საქართველოს მასშტაბით. ეს იწყება თბილისიდან, შემდეგ იქნება თელავი, ქუთაისი და ბოლოს ბათუმი, როდესაც ესეთი აქტიური ცხელი სეზონია ჩვენთან, ყველანი ვერთიანდებით და აქ არის ბათუმის, ქუთაისის და სტუდიების გაერთიანებული ღონისძიება იქნება, ხო? უამრავი ვარსკვლავი იქნება ესევე ჩართული და დიდი არა მარტო ბავშვები იქნებიან, მომღერლებიც ასევე სხვადასხვა ჯადოსნური ზღაპრის გმირებიც და მოკლედ კარგი თავგადასავალი ელოდება დამსწრე მაყურებელს. სალომე, შენთან გადმოვალ შეკითხვით, საინტერესო მუსიკალური თვალსაზრისით დეტალები რო გაუზიაროთ მაყურებლებს, რა ნომრები შესრულდება ამ ღონისძიებებზე და ასე შემდეგ. მოგესალმებით. თქვენს მაყურებელს. მოგესალმებით ბასტი ბუბუ განსაკუთრებულად გამოირჩევა ფერადონებით. ძალიან ლამაზი და ფერადი ღონისძიებები გვაქვს, რაც შეეხება შოუს. განსხვავებულია აქ და განსაკუთრებული არაფერი იქნება, გარდა იმისა, რომ ყოველ ღონისძიებაზე და შოუს თვალსაზრისით ვიწვევთ ცნობილ მომღერლებს, მსახიობებს და ეს განსაკუთრებული ფერს მატებს ამ ყველაფერს შოუს თვალსაზრისით. ან რაღაცა დუეტებივით იქნება, ხო? სტუდიის წარმომადგენლები და ვარსკვლავები. ბასტი ბუბუელები, რომლებიც გაიზარდნენ და დღემდე წარმატებული მომღერლებია. წარმატებით ნამდვილად მოღვაწეობენ დიდ სცენაზე. ეხლა ანიკასაც ვკითხოთ, ანიკაც გამოდის ბასტი ბუბუს ღონისძიებაზე, ხო? როგორც ვიცით, ანიკა, აბა გითხარი, რა უნდა იმღერო ბასტი ბუბუს კონცერტზე? აბა მოგვიყევი. თუ მოსწონს ბასტი ბუბუს სტუდიაში სიარული, ანიკა, მოდი ჩვენთან გადმოინახო. მოდი ანიკა. მოდი ჩვენთან გადმოინახო. ანიკა ძალიან ნიჭიერი გოგო. მოდი ანიკა ჩვენთან არ მოდის. მოდი, აი ნახეთ რა ყოჩაღი გოგოა, მოდი. აი როგორ მყართ პედაგოგები ბავშვებს. კი. და საინტერესო 1992 წლიდან დღემდე აქტიურ ფაზაშია ბასტი ბუბუ და როგორ იცვლება თაობები და როგორია ზოგადად დღევანდელი ბავშვებიც რო ვთქვათ ჩვენს მაყურებელს. ესე იგი, დავიწყოთ იქ
იმისგან, რომ ბასტი ბუბუ 1992 წელს შეიქმნა 90-იანებში, როდესაც ქვეყანაში იყო ომი. ყველაფერი იყო ნაცრისფერი და ბავშვები მობანას თამაშობდნენ ეზოში. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვებისთვის შექმნილი იყო ისეთი გარემო, სადაც ბედნიერად იგრძნობდნენ თავს. სწორედ ეს იყო მიზეზი ბასტი ბუბუს დაარსების, ესე რომ ვთქვათ. და ნამდვილად ბასტი ბუბუ ალბათ ბავშვებს მეორე ბედნიერი დღე აჩუქა და ჩუქნის დღემდე. და რა ვიცი, ესე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარება, ბავშვია უმთავრესი და იქნება ზუსტად მასზე მორგებული პროგრამა, ანუ განვითარებაზე მორგებული პროგრამა. ეს საინტერესო როგორია, მაგალითად 90-იანი წლის ბავშვები როგორები იყვნენ და როგორები არიან ეს ჩვენი ახალი ქალების ბავშვები. თუ არის რაიმე განსხვავება ამათი მიდგომა სტუდიებისთან მიმართებაში, და მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში სტუდია იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. მეც რაღაც სხვა სტუდიაში დავდივდი და აი თუ ხარიათ როგორია მათი განწყობა და აი მიდგომა ზოგადად საქმიანად თუ უდგებიან ამ ყველაფერს და როგორი იყო მაშინ? დიახ, ესე იგი მაშინ პირველი თაობის ბასტი ბუბუ რაც დაიწყო ძალიან ბევრი ცნობილი სახეა, ცნობილი მომღერალი, მოცეკვავე და ძალიან წარმატებულები არიან, რეალიზებული ესე რომ ვთქვათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორიც. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თაობას, ისინი უფრო მეტად ვაღები არიან, აქტიურები არიან, თავისუფლები კი და როდესაც მოდიან სტუდიაში, ისინი თითქოს უკვე დიდი ადამიანები არიან და იციან რა უნდათ, აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს და თითქოს ჩვენს თითქოს ბევრ რამეს ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან თავიანთი სურვილები. კი, ნამდვილად ეს. ჯული და ასევე საინტერესოა სად და როდის გაიმართება კონცერტი, ეს დეტალები კიდევ ერთხელ განმეორდეთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს და ჩვენი ბათუმის ესე იგი ბასტი ბუბუს, თბილისის და ქუთაისის ფილიალები ერთიანდება 11 ივლისს ბათუმის საზაფხულო თეატრში 7 საათზე გელოდებით. აუცილებლად ძალიან კარგი სანახაობა გელოდებათ და მოკად ბილეთების შეძენა ჩვეულებრივად შესაძლებელია ბილეთები ჯიზე. დიახ. კი და სალომე. მოკლედ ჩვენ მაყურებელს ისე არ დავემშვიდობებით, მუსიკალური ნომერი უნდა დაუყოვოთ და გითხარით გვიამბეთ, რაც შეასრულებენ ბავშვები. უკვე გველოდებიან ვალს. დიახ, ძალიან ლამაზ და სიმღერას და თავისთავად ანტურაჟიც ექნება ცეკვის სახით და შევეკეთოთ. მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენი დღევანდელი დილის ალღისტუმრები. შევახსენოთ მაყურებლებს ბასტი ბუბუს ბათუმის სტუდიის ხელმძღვანელი ჯული ნემსაძე იმყოფებოდა ჩვენთან ერთად და ასევე მუსიკის პედაგოგი ქალბატონი სალომე ხარაბაძე. კი და მოდი ჩვენ მაყურებლებს პრინციპში დავემშვიდობოთ, იმიტომ რომ საეთერო დროც დასასრულს უახლოვდება და დაუტოვოთ ეს არაჩვეულებრივი ბასტი ბუბუს შემსრულებლების მიერ შესრულებული ნომერი. ჩვენ ბედნიერ უქმეებს გისურვებთ, მადლობა რომ გვიყურათ. ორ შაბათამდე გემშვიდობებით და გიტოვებთ ბასტი ბუბუს ბავშვებს. გემშვიდობებით. მთვარეკიანათებს ღამეს მინდა რომ სიზმარია ხდეს ლამაზი ზღაპარი ვნახე ვარსკვლავი ქანაობს ცაზე მთვარეკის სიყვარულს აფქვევს მინდა რომ ოცნება ხდეს და ლამაზ ზღაპარში ვარსკვლავი გამოჩნდა ცაზე მთვარეკიანათებს ღამეს მინდა რომ სიზმარია ხდეს ლამაზი ზღაპარი ვნახე ვარსკვლავი ქანაობს ცაზე მთვარეკის სიყვარულს აფქვევს მინდა რომ ოცნება